მიმედევნებინა თვალი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, სადაც მუშაობდი სტრასბურგში მაშინ. მაგრამ არაერთი ჩვენი კომისიის არაერთ წევრს ან უშუალოდ აქვს თქვენ საქმეზე მაშინ ნამუშევარი, ან საქართველოდან ადევნებდა ამ უბედურებას თვალს და სწორედ ამ თემაზე ვართ დღეს ჩვენ თქვენთან ერთად. მე შემოგთავაზებდით ასეთ მეთოდს მუშაობის, რომ თქვენ დეტალურად მოყვეთ თქვენი ამბავი, რა როგორ მოხდა 14 წლის ბიჭს, რა უბედურება დაგატყდათ მაშინ თავს და შემდეგ თუ თანახმა იქნებით ასეთი თავისუფალი თხრობის რეჟიმზე, მაშინ შემოგთავაზებთ, რომ ამის მერე დავსვამთ ჩვენ შეკითხვებს. გთხოვთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებით თქვენს წინაშე. მე ყოველთვის მჯეროდა ამის, რომ ეს დღე დადგებოდა. ვიღაცა შეიძლება დაგვიანებულად მოიჩვენოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს და ეს დღეც დადგა. რაც შეეხება ბატონო რაც შეეხება ჩემ ამბავს, ასევე დღეს 2 აპრილი არის ჩემი ოჯახისთვის და ჩემი მშობლების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან 2 აპრილს გაიპარნენ და ასე იწყება ჩემი მშობლების შეუღლების ისტორია 2 აპრილს და დღეს 2 აპრილი არის და ზუსტად უნდა განვიხილოთ და განიხილოთ თქვენ ის ამბავი, რაც მე და ჩემ ოჯახს გაგვიკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ. როგორც იცით, ვიყავი 14 წლის, ვცხოვრობდით ვერაზე, ლარსის ქუჩაზე. ძალიან ჩვეულებრივად საშუალო შემოსავლიან ოჯახში ვიზრდებოდი, არც ბევრი არ ქონდა, არც ნაკლები, მაგრამ ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, როგორც ყველა. 6 იანვარს 2006 წლის 6 იანვარს, როდესაც ვიყავი 14 წლის, მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით მომევიდა შელაპარაკება დისტრიბუტორთან, რა დროსაც ვიჩხუბეთ და ამ შეხლა შემოხლის დროს ბრელოგზე ჩამოკიდებული ვიქტორინოქსის დანით და დღეს ვამბობ და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი და მე ამას არ ვამაყობ. ამ ვისთანაც მომივიდა იმ ბიჭს 2 სანტიმეტრი ნახევარი გამავალი ჭრილობა ჰქონდა ბეჭის არეში, სადაც მოვიდა სასწრაფო და არც საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. და როდესაც მოვიდა მამაჩემი სამსახურიდან და გაიგო ეს ამბავი, მე ჩემი ფეხით გამოცხადდით პოლიციაში, სევასტოპოლის განყოფილებაში და იქ მოვყევით ჩემად ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმაც თქვა რა იყო ჩვენ შორის, მეც მოვყევი რა იყო, დამაწერინეს ხელწერილი, რომ მსგავსი ფაქტი მეორეჯერ აღარ განმეორდებოდა და უკვე ვტოვებდი განყოფილებას. რა დროსაც მოვიდა განყოფილებაში ვინმე ზაზა გოცილიძე, ესეთი პიროვნება, როგორღაც ოქრუაშვილის ყურამდე მივიდა, ირაკლი ოქრუაშვილის ყურამდე მივიდა ეს ამბავი და იქიდან გამოაგზავნეს ვინმე ზაზა გოცილიძე, რომელიც შემდეგ სასამართლოზეც გამოვიძახეთ და დავკითხეთ ჩვენ საქალაქო სასამართლოში. და ჩვენებას უკვე ჩემი ხელწერილიც დაიხა იქ და ჩვენებას აწერინებს უკვე არა ლევან ბოჭორიშვილი, ვინც იყო უშუალოდ მონაწილე. ეს ახალმოსული კაცი საერთოდ არ შესწრებია იმ ამბავს და არც იცოდა რა მოხდა და მუხლებს მიყენებენ ყაჩაღობას 179 მუხლი იყო, განძრახ მკვლელობის მცდელობას 19-109, 10-დან 20-მდე და სამუდამოსაც ითვალისწინებდა და ხულიგნობას. და ამ სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში. ბოდიში ბატონო გიორგი, აქ მაპატიეთ რომ გერევით. მსმენელმა რომ გაიგოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგიერთი ჩვენგანი თქვენი საქმის ფაბულას კარგად ვიცნობთ. თქვენ ამბობთ, სწორად გავიგე, ხო, რომ ვისაც თქვენ მიაყენეთ დაზიანება, მოდით თქვათ ასე, ყველანაირი ეგრეთ წოდებულის გარეშე, გვარად იყო ბოჭორიშვილი. მე მახსოვს მამა თქვენის საჯარო განცხადებებით, რომ ჩემი ხელით მივიყვანე ბავშვი პოლიციაშიო და რას წარმოვიდგენდი, რომ გაგვაუბედურებდნენ ყველას ერთადო. მიგიყვანათ მამამ არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში, გაგკიცხათ, გითხრათ, რომ გიორგი ასე არ იქცევიან, ეს ცუდი საქციელია. თქვენს გაითვითცნობიერეთ მაშინ, რომ ცუდად მოიქეცით. მიხვედით და ამბობთ, რომ ეს დავაშავე ბატონო პოლიციელო და ბატონი ბოჭორიშვილიც ამ დროს იქ არის.
რაღაც მომენტში მოდის სხვა პირი, გვარად გოცირიძე, ხდება ბოჭორიშვილის გოცირიძით ჩანაცვლება და უკვე თითქოს გოცირიძეა დაზარალებული. არა, დაზარალებულის ნაცვლად აძლევს ჩვენებას. ნაცვლად აძლევს ჩვენებას გოცირიძე, მაგრამ სინამდვილეში ბოჭორიშვილია დაზარალებული და გოცირიძის მონაყოლით, რომელიც იქ არ ყოფილა. საერთოდ არ ყოფილა, მიშვებენ ყაჩაღობა. ამ დროს ბოჭორიშვილი რას აკეთებს, ესეც გითხარით და გააგრძელებთ. განყოფილებაში არის. და ამას ითმენს. ამას ითმენს კი. კი ბატონო. შემდეგ და უკვე მიშვებენ ამ ძიმე მუხლებით ციხეში. ნუ ეხლა ციხეში განვლი პერიოდ ციხეში მომიწია 6 წელი 11 თვე და 1 კვირის გატარება, ნახევარი თუ არა ნახევარი საქართველოს იჯდა ციხეში და ციხეში ვიყავით ხო ცუდი იყო ძალიან, მაგრამ გაცილებით ცუდია იმის ფაქტი, რომ მე დღეს მამა აღარ მყავს და ყველაზე ძალიან რაც მაწუხებს ამ ამბიდან მამაჩემი თუ იმას ვერ პატიობდა თავის თავს, რომ თავის ფეხით მე მიყვანა პოლიციაში და შემდეგ უკვე სახელმწიფო როგორ დავიმპირისპირდა მე როგორ ვაპატიო ჩემ თავს, რომ ჩემი რაღაც გაუაზრებელი მოქმედებით დღეს ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ მამა აღარ მყავს და 57 წლის კაცი, რომელიც ჯანღონი ცავსე იყო, ციხის ტუალეტში გაგუდეს სრული პასუხისგებლობით ვიზახი ქალბატონ თეა და კომისიის წევრებო, რომ მე ერთი წამით რომ მქონდეს იმის ეჭვი, რომ მამა ჩემს დენმა დაარტყა და არც მე არ მინდა იმ ჯვარი თვია რომ მთელი ცხოვრება რომ ვიღაცა მამა მომიკლა მე. აი ერთი წამით რომ მე ეჭვი მეპარებოდეს იმაში რომ როგორც მამა ჩემი ტუალეტში დაგდებული ყავთ, რომ მას დენმა დაარტყა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და ჩემი 7 წელიც არაფერი არ არის ციხეში ნაშდომი იმასთან შედარებით მე რომ მამას ოცხალი მყოლოდა რა. მაგრამ აი გავასაჯაროოთ ერთი ფოტო ამოვიღოთ საქმიდან, ხო დღემდე ძიებაშია საქმე და მესმის რთულია ციხეშია მომხდარი დანაშაული და რთულია, მაგრამ აი ერთი ფოტო ამოვიღოთ და ნახეთ თქვენს და ვაჩვენოთ საზოგადოებას და თუ ვინმეს კიდე კითხვა გაუჩნდება, რომ აქ შეიძლება და რამეს რომ აი მართლა დენის დარტყმას ქონდეს ადგილი, ცხოვრებაში საჯაროდ კი არა, ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ. ბატონო გიორგი, თუ შევძლებთ მივყვეთ პროცედურას, ანუ წაგიყენეს ბრალდება წამიყენეს ეს ბრალდებები ამ მუხლებით და შემდეგ რა ხდება? ვარ არასრულწლოვანთა წინასწარი დაკავების შეგიყვანეს წინასწარი ციხეში. ჯერჯერობით ხართ იზოლატორში. იზოლატორიდან გადამიყვანეს უკვე მე არასრულწლოვანთა ციხეში და იქ ავჭარა. მატროსოზე იყო ციხე, დავჭალაში იყო კოლონია. აჰა. ჯერ ვარ ციხეში, სანამ მომისჯიან და ის რა ქვია, მე სასამართლოები მიმდის ამ დროს და აი ყველა სასამართლოზე გასვლის წინ ყოველთვის მქონდა იმედი, რომ აი ხა გამიშვებენ თქო, იმიტომ რომ რეალურად აი არაფერი არ იყო ისეთი მომხდარი, რაზეც 10 წელს მომისჯიდნენ და ამ ხელა ამბები დატრიალებოდა ჩემ თავს და საქალაქო სასამართლომ მომისაჯა 10 წელი, ყაჩაღობის ბრალდებაში გამამართლა, იმიტომ რომ აი საერთოდ ფულზე საუბარი არ ყოფილა. ეს ყაჩაღობაც იყო იმისთვის, რომ მაშინდელმა სასამართლომაც კი გაგამართლა პირველმა ინსტანცია ყაჩაღობის მუხლში სრულად გამამართლა. პროკურორმა მოითხოვა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემიკრიბეს, 24 წელი გამომიტანეს, მაგრამ ვინაიდანო გიორგიო არისო 14 წლისო და 10 წელზე მეც ვერ მივცემთო 10 წელიო. პროკურორმა მოსამართლე მოვიფიქრებო და რომ გავიდა შესვენებას და შემოვიდა ყაჩაღობაში გამამართლა და ეს მუხლები 19 109 და ხულიგნობას დამიტოვა და მომისაჯა 10 წელი. 10 წელი რომ მომისაჯა ეს ჩემი მშობლებისთვის ძალიან ჩემთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მშობლებისთვის უფრო რთული იყო. დედაჩემი მახსოვს მაშინ პროკურატურის წინ შიმშილობდა კიდეც და არავინ არ გამოსულა და არავინ არ დალაპარაკებია საერთოდ და მე არ მახსოვს რომ თქვენი მთავრობის პერიოდში ვინმესთან ესე არ გასულიყვნენ მთავრობის წარმომადგენლები და არ დალაპარაკებოდნენ, მაგრამ ეს სხვა საკითხია. და დაიწყო შემდეგ უკვე ეს საზოგადოების პროტესტი, ჩემი თანაკლასელების პროტესტი, რაზეც აი მართლა არ ვიცი დღეს თუ აი აქ თქვენს წინაშე ვარ და
რაღაცა მაქამდე მომიყვანა, ალბათ აი ამ ჩემი თანატოლების გვერდში დგომა იყო, ჩემთვის აი ძალიან დიდი სტიმული, რომ მე ვფიქრობდი, რომ როცა დაუბრუნდები ციხიდან, როდესაც გამოვიდოდი გარეთ, მე ამ ბავშვებთან და ამ საზოგადოებასთან ისეთი უნდა დაუბრუნებულიყავი, როგორიც ესენი მithოვდნენ მე და როგორც გვერდში მედგნენ და მე ეს პირობა შევასრულე და მე აქ და დიდი მადლობა იმისთვის, როგორც გვერდში დამიდგნენ ეს ადამიანები და მე გაგრძელდა ისე, რომ ამ დროს 10 წელი რომ მომისაჯეს, მე გადავედი ციხის ავადმყოფოში ვიყავი. იმიტომ რომ მაშინ ერთადერთი გზა იყო ჩემი თავისუფლების დაღწევის, რომ ფსიქიატრიურიდან შეიძლებოდა რაღაცეები და 4 თვის განმავლობაში ვიყავი, იქ ციხის რეზიდენციაზე და იქ მოხდა ისე, რომ ტელეფონით ვსარგებლობდი და ვსარგებლობდი, მქონდა იმ მომენტში ტელეფონი და მაგრამ ხა ის ბევრს ჰქონდა იქ და თვითონ მაგათი ადმინისტრაციის დაშვებით იყო ის ტელეფონი, მაგრამ დამიმატეს ტელეფონზე სასჯელი, ციხეში არ შეიძლებოდა ტელეფონი და ამაზე დამიმატეს სასჯელი და გადამიყვანეს ისევ მატროსოვზე, მაგრამ ხომ მქონდა მისჯილი 10 წელი და პაემნის უფლებები ხომ მეკუთვნოდა ოჯახთან, ხო, დედასთან და მამასთან კვირაში ერთხელ შემოდიოდნენ. ეს პაემნის უფლებაც შემიზღუდეს, არც მარეკინებდნენ სახში. ვეღარც ვნახულობდი ჩემს მშობლებს, მაქვს 10 წელი მოსჯილი და ვარ 15 წლის ქალბატონთე. აი რა უნდა მეკნა ციხეში, ავდექი და გადავიჭერი ხელებზე და მუცელზე მივიყენე თვითდაზიანება და აი მარტო ერთ გაკერვაზე, როდესაც გადავიჭერი, 36 ნაკერი დამადეს მუცელზე და ხელებზე. 36 და 3 საათის განმავლობაში, აი მედიკო ალანია მაშინ იყო ქალების და ბავშვების ციხის უფროსი, დღესაც კარგად არის და ღმერთმა კარგად ამყოფოს. მომსწრე არის 3 საათის განმავლობაში როგორ არ მკერავდნენ. რეზიდენციიდან მოიყვანეს ექიმი და მედიკო ალანიასთან შემთხვევით იყო ბაჩო ახალაიას მოადგილე თავის საქმეს და რომ ხა აქ ესეთი ამბავი რომ მოხდა, გადმოვიდნენ ჩემთან, და არ გადავყავა რეზიდენციაზე და მეთქი რატო არ გადავესა, რატო გინდაო იქ და მე უთხარი ჩემ მშობლებს ნახულობ თქო, სახში ვეკავ თქო, უფრო თავისუფლად დავდივარ თქო, იქ შაკეტილი ვიყავი აქ ციხეში და იქ არ ვიყავი შაკეტილი. არა, არ გადაგიყვანთო, აქ უნდა გაიკერო და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 3 საათის მერე გამიკერეს ეს ნაკერები და პაემნის უფლებას დაუშვეს. ამ ახალაიას მოადგილემ უთხრა მედიკოს, რომ ანახეო კვირაში ერთხელ და დაჟეო შეყვარებულის თუ ყავსო ერთხელ და შეყვარებული არ მინახავს და რამე შეყვარებულებოდა. გასაგებია. თქვენ დროდადრო თუ გნებავთ შეისვენეთ, არსად არ გვეჩქარება. ხომ არ გახსოვთ ბაჩო ახალაიას მოადგილე ვინ იყო? არ მახსოვს, სახელი არ მახსოვს, მაგრამ ჭაღარათმიანი კაცი იყო, ცოტა ასაკიანი კაცი. სახეზე რომ აი მაშინ მოადგილეები ეს რომ იმას ხუდა აღვიდგენ აუცილებლად. სახელი, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს მესაუბრებოდა რომ გაიკერე და არ ვიკერავდი მე რა. თუ არ გადაგიყვანდნენ საავადმყოფოში, ადგილზე გაკერვის წინააღმდეგი იყავთ. ექიმა გაგიკერათ თუ ციხის ამბულატორიის ციხის საავადმყოფოდან მოყვანილმა ექიმა გამიკერა. კი ბატონო. ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში არის უკვე საქმე, გადამიყვანეს მე სააპელაციოს რო დამემთავრდა, მე გადამიყვანეს უკვე ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ეგრეთ წოდებული მორიგეობა იყო ძილზე, იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, რომ ვერ ვეტეოდით იმ ხელა ზონაში, ბავშვები ვერ ვეტეოდით და გადავსებული იყო. მარტო ავჭალის კოლონიაში ვიყავით 280 ბავშვი. ეს რამხელა არ ვიცი, წარმოუდგენელი და ციხეებზეც ხო იყო ქუთაისის ციხე, ბათუმის ციხე, თბილისის ციხეში. იქ ავჭალაშიც მოგვიწყეს პროვოკაცია. ბუნტი, როგორც გახსოვთ, 2007 წლის 12 აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი, მაგდროს ახალაიაც იყო შემოსული, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძეც იყო შემოსული და ამ ახალაიამ კითხა თანამშრომლს, რომ დაგარტყაო ერთ პატიმარზე. და არა, არ დაუწყიაო და როგორ არ დაგარტყაო და თვითონ შემოსასვლელ კარებში თანამშრომლების თვალწინ დაარტყა ლაშა ტალახაძეს ახალაიამ და მე 3 პატიმარს დაუმატეს სასჯელი. ეს ტალახაძე თანამშრომელი, რომელმაც გაბედა იმის თქმა, სიმართლის თქმა, რომ არ დაუტყამს პატიმარსო, ბაჩო ახალაიამ იმ თანამშრომელს დაარტყა. და ბუნტის ორგანიზატორობაზე და ჯერ მეორე დღეს ხო შემოვიდა ეს
წინა დღეს იყო სპეცრაზმი შემოსული და ვერ გაბედეს ზონაში შემოსვლა, იმიტომ რომ ბავშვებმა დავიწყეთ ყვირილი და ხმაური, ამაზე ვერ შემოვიდა სპეცრაზმი. და ბაჩო ახალაია იყო, მაგრამ იქით იყო, იმიტომ რომ ვერ მოდიოდა, იუსტიციის მინისტრი იყო და ეს გვესაუბრებოდა ქავთარაძე ბავშვებს და ეს ახალაია საერთოდ არ მოდიოდა ჩვენსკენ და მეორე დღეს რო გათენდა, დილის შემოწმება ჩავიარეთ ჩვეულებრივად და ცოტა ხანში კიდე ერთხელ უნდა ჩავატაროთ შემოწმება და სტადიონზე შეგვიყვანეს და 13 აგვისტო არის ზაფხული და შემოდის უცებ დიდი კარები იღება და მანქანები შემოდიან, სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის კრიჩში და ოღონდ სანამ გადაგვიყვანენ ეს რკინის მანქანები ხო არის ციხის მანქანა ხო არის რკინის და ეს სახურავი ხო გახურებული იყო და 6 მანქანა იყო ეზოში და ნელ-ნელა აყავდათ ეს ბავშვები რა და მე ბოლოსკენ ამიყვანეს უკვე აი მე და წავედით ეგრე იყო თითქმის და რო შევედი შიგნით აი ესე იყო ოფლი და ბავშვებს ფეხები ედგათ და აი საერთოდ აი ჰაერის კი არა აი ავიც გეგონებოდა დუშიდან გამოხდა. ეს 120 ასე ვთქვათ პატიმარი ბავშვი რა პრინციპით აგარ. აი იმათმა ბუნტი არ ყოფილა, იყო ხმაური უბრალოდ რომ არ შემოსულიყვნენ ყვირილი. და ამ იმით რომ ბუნტის ორგანიზატორობა იქ ხელის დარტყმაზეც დაუმატეს ერთ-ერთ პატიმარს და გადაგვიყვანეს კრიჩში. რუსთავის მეორის კრიჩში იქ ვიყავით ჩამწყდეულები 4 თვის განმავლობაში. დიდი პატიმრებისთვის ეგ იყო კარცერად განკუთვნილი, სადაც ჩვენ ვყავდით და ჩვენ 4 თვის განმავლობაში ვყავდით იქ. მე ისევ დაგვაბრუნეს ავჭალაში. მე ამ დროს უკვე 15-ის, 16-ის უკვე ნენო დროც გადის და 14 წლიდან ერთ-ერთ გამოსვლაში ლომაია ამბობს, რომ მე თურმე ჩემი მშობლებმა გადამიკეთეს ასაკი და ვარ 16-ის თუ 17 წლის, როცა მართლა 14 წლის ვიყავი და მაგასაც კი მაბრალებდნენ, რომ ვითომ მე არ ვიყავი 14 წლის. ერთი სათხოვარი მაქვს. ვინაიდან ჩვენ საზოგადოებაც გვისმენს და შეიძლება კარგად არ იცოდეს რა არის ეს კრიტი ეგრეთ წოდებული. რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი საპატიმრო ადგილისაგან? იქნება აღწეროთ, რომ ყველამ იცოდეს ეს რა. ჩაკეტილი სისტემა არის, სადაც არც პაემნის უფლებები ისე, ანუ თვეში ერთხელ იქ თუ ქონდა ავჭალაში, კოლონიაში, კვირაში ერთხელ, იქ თვეში ერთხელ ქონდა და დარეკვაც შესაბამისად კვირაში ერთხელ და უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესებულება არის კრიტი. და თითქმის მუდმივად ხარ ჩაკეტილ სივრცეში. არა, მუდმივად არა, სულ ჩაკეტილი ხარ. სულ ჩაკეტილი ხარ, მაშინ როდესაც ავჭალაში შეგეძლო გარეთ გამოსვლა და ჰაერზე ყოფნა. სწავლას რაც შეეხება, ამაზეც როგორ აი, სწავლას რაც შეეხება, ეხლა გეტყვით აი გამბავიც როგორ იყო. ჩემ 2010 წელს, როდესაც უკვე 10 თვეში მიმთავრდებოდა სასჯელი და ისედაც გამოდიოდი, მაგრამ ჩემი მშობლებისთვის ჩემი ერთი დღის ციხეში გაჩერება არანაირ სტრასბურგში არც მოგებულ საქმეს და არც თანხად 2006-ში ხო დაგაკავდა 2010-ში როგორ გიმთავრდებოდა საპროცესო ხო არა მე დამაკლო იმან სააპელაციუმ ჩამომაკლო ეს სასჯელი და კი 5 წელზე ჩამოვიდა და რა აი სასამართლო პროცესებზე თქვენ რო ახსენეთ. დიახ, 10 წელი როცა მომისაჯეს, მე სააპელაციო. ის დაზარალებული ერთი ვინც იყო? დიახ. ერთი გვარი რა გვარი? ბოჭორიშვილი და მეორე ზაზაგოცილი. დიახ. რომელი ორივე დადიოდნენ სასამართლოს? არა, ეს ზაზაგოცილიძე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დაგვეკითხა, იმიტომ რომ იქ განყოფილებაში ხო ძველი განყოფილება იყო და იქ კარებები არც იკეტებოდა სევასტოპოლის და ყველა ხედავდა რომ იქ ზაზაგოცილიძე აძლევდა ჩვენებას და ხო და პროცესებზე ვინ ესწრებოდა ბოჭორიშვილი არა როგორც დაზარალებული ბოჭორიშვილი ესწრებოდა პროცესებზე მაგრამ ჩვენ მოვითხოვეთ და მოწმეთ ზაზაგოცილიძე რა უნდოდა მაგ დროს პოლიციაში და ესე ამიტომ გამოიკითხა და თვითონ ლევან ბოჭორიშვილმაც ამ ზაზაგოცილიძემ ხო დაწერა ჩვენება და ამ მუხლებით გამიშვეს მე მამაჩემა ნახა ეს ბიჭი და უთხრა რომ რატო მიღუპავო 14 წლის ბავშვს რა სიმართლე თქვა სიმართლე რაც იყო რომ არ ყოფილა ყაჩაღობა და ეს ბიჭის დაიჭირეს 3 დღეს დაჭერილი ყავდათ ეს ბიჭი გამოუშვეს იმიტომ რომ ისევ მიჩივა 4-ჯერ შეცვლილი ჩვენებით გამასამართლა საქალაქო სასამართლო 4-ჯერ შეცვალა ამ ბიჭმა ჩვენება მე სააპელაციო 19-109 გადმომიტანა 19-108-ზე ხულიგნობაში საერთოდ გამამართლა და ანუ გიჟი გამოვდივარ ადამიანს არ ვიცნობდი და მარტო დამიტოვა 19-108 განზრახ პროლობის მცდელობა მოტივის გარეშე საპროცესოზე შემოთავაზება არ ქონია თუ გეღიარება არაფერს
ბოლომდე არ გიღიარებიათ. არ მიღიარებია. მე ვაღიარ, ანუ საერთოდ არ მიღიარებია, მაგრამ ესე როგორ არ ვაღიარებ იმ ფაქტს, რომ ამ ბიჭთან ეს რაღაც დაზიანება მივაყენე. სახლთან მოხდა, ხო? დიახ, სახლთან მოხდა. ლარსის ქუჩაზე მოხდა. სახლთან ახლოს გადავებოდნენ ყაჩაღობას. დიახ, სახლის წინ. კარგი. და საბოლოოდ საჯელის სახით რამდენი გაგესაზღვრათ? 10 წელი. პირველი. 5 წელი. 5 წელი. და ეროვნულ გამოცდებს აი მივდივარ იქამდე, როცა ჩემ მშობლებს უთხრეს, რომ საჩივარი გამოიტანეთ და გიორგის გამოუშვებთო, მამაჩემის ერთ-ერთი მეგობარი დაინიშნა თანამდებობაზე და უთხრა, რომ აი ესეთი პირობა არის გიორგის როგორც კი საჩივარს როგორც გამოიტანთ, გამოუშვებთო. ჩვენ ჩემთან შემოვიდა ადვოკატი და გავაგზავნე წერილი სტრასბურგში ჩემი ხელმოწერით, რომ საქმეს ვითხოვთ იქიდან და იქიდან მოვიდა ესეთი პასუხი, რომ სასამართლო განიხილავს თქვენ მოთხოვნას და გადავწყვიტავთ და არა, ეს არ არის საკმარისი, უნდა წახვიდეთ. წავიდნენ ჩემი მშობლები, დედაჩემი და მამაჩემი. ამ დროს სანამ წავიდოდნენ ეროვნულ გამოცდებზე ხომ არჩი რეგისტრირდები, წინასწარ ხო რეგისტრირდები საფხულისთვის და ვიყავი დარეგისტრირებული, რადგან იდეაში ხო უნდა გამოსულიყავ. მაგრამ სტრასბურგიდან დაბრუნებულებს დედაჩემს და მამაჩემს, როცა გამოიარეს ორი აეროპორტი, დედაჩემის ხელჩანთაში ნახულობენ ძალიან ბევრ ნარკოტიკებს. რაზეც მამაჩემი თავის თავზე იღებს ამ მოგონილ ბრალდებას და უშჯიან ორ სამუდამო პატიმრობას. მეც ციხეში მტოვებენ სტრასბურგიდან იქ საქმე მე ერთი თვეში ისედაც გამოვიდა უკვე რომ მოვითხოვეთ ეს სტრასბურგში ვეღარ შევაბრუნეთ. დედაჩემს უშჯიან პირობის 5 წელიწადს იგივე მუხლებით არის გასამართებული რაზეც მამაჩემი ორი სამუდამო აქვს მამაჩემს და დედაჩემს 5 წელი პირობითი და ერთ დღე არ არის ნამყოფი პრობაციაში. ყოველთვე მიდიოდა იქ ხელის მოსაწერად, უნდა გადაეგზავნა იქ პრობაციაში და თქვენო ალბათ თუ აქ სიარული მოგწონთ, ესეთი პასუხი გაცეს დედაჩემს, რომ არ არისო გადმოგზავნილიო და სანამ თქვენი მთავრობა არ მოვიდა და არ შეიცვალა, იქამდე გადაგზავნილი საერთოდ არ ყოფილა და მე კი მოეხსნა ეს პირობითი დედაჩემს. ბოდიში, მამას ვინ უთხრა, რომ თუ გამოიტანთო საჩივარსო გამოუშვებ. ხათუნა კალმახელიძის მოადგილე იყო. ვინ იყო ხარ? პაატა სულაბერიძე, კი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის ხათუნა კალმახელიძე. არა, სასჯელსულების მინისტრი არის ხათუნა კალმახელიძე. დიახ. და დეპარტამენტის უფროსი იყო ჭაკუა და მოადგილე გაგა მკურნალიძე. და მე ისევ ციხეში ვრჩები, მამაჩემს სამუდამოს უშჯიან, დედაჩემი ესე მარტო რჩება, მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო დედაჩემი და ყოველთვის მამა იყო ოჯახში შემომტანი ასე ვთქვათ და მეც პატიმრობაში ვრჩები და აი მანამდე მე არც ვემზადებოდი იქ ბავშვები იყო რაღაც მასწავლებლები იყვნენ და ემზადებოდნენ ამ ეროვნული გამოცდებისთვის. პირველი წელი იყო, როდესაც ბავშვებს უნდა ჩაებარებინათ ეროვნული გამოცდები. და ერთ-ერთ ისე ვქვე პაემაზე, როდესაც დედა შემოვიდა, მითხრა, რომ დაჭერილმა მამამ თხოვა, რომ გამოცდებზე გავსულიყავი მაინც და ჩამებარებინა და შეუსრულე ეს თხოვნა მამაჩემს და გავედი გამოცდაზე. ერთი კვირა მოვემზადე, მსგავსი ტესტებს ვაკეთებდი, რაც გამოცდაზე უნდა შემხედროდა და აი მართლა არ ვიცი როგორ ჩავაბარე, მაგრამ მადლობა ღმერთს, ძალიან მინდოდა ჩამებარებინა. საშუალო ქულები ავიღე ყველა გამოცდაში, 4-ვე გამოცდაში და პირობა იყო ასეთი, რომ ვინც ჩააბარებს, ყველას გაუშვებდა. და იმის მაგივრად, რომ გარეთ გამოვეში სტუდენტი პატიმარი, გადამიყვანეს ქსნის დაწესებულებაში და ყველაზე მაგრად მაშინ მცემეს, რაც კი ნაცემი რამოდენიმე ჯერ ყავარ ნაცემი, მაგრამ აი ყველაზე მაგრა მაშინ იყო ქსანში, როცა გაიგეს მე რა გვარიც ვიყავი, შენო ცოტა აქეთო მოდიოდა. დამიმთავრდა სასჯელი 3 თვეში, 3 თვე გავატარე ქსნის დაწესებულებაში, გამოვედი. ეს არის 2010 წლის 14 დეკემბერი, როცა გამოვედი. მამაჩემი გდანის ციხეში იყო. და თვე ნახევრად, ზუსტად თვე და 10 დღეში აი ისეთი პროვოკაცია მომიწყეს და ჯერ პროვოკაციას არ ვიცი რა და პროვოკაციას არ ქვია მაგას, ჩემი მეზობელი სადარბაზოში, მეორე სადარბაზოში მეცხოვრობ, პირველ სადარბაზოში ეგ ცხოვრობს.
აი ამ კაცთან მომივიდა შელაპარაკება, რაღაცა ქაოსობდა, რაღაცებს იგინებოდა და აი ფანჯრიდან დაწყნარდი ღამის 3 საათია მეზობლები, რა დღეში ხარ და იქიდან რაღაც პასუხი და აი მარტო ეს იყო, რომ რაღაცა ზევიდან და ლაპარაკი. აი ამის გამო, აი ამ დღით ინციდენტის მერე გადის 20 დღე და მიჭერენ და ამას აი ყველაფერს მოსამართლე ეკითხება 4 მთელ ოჯახს აჩივლებინეს წარმოიდგინეთ მეორეჯერ როდესაც დამიჭირეს და მოსამართლე ეკითხება რომ აი ესე რო ახასიათებთო გიორგის რომ აი ეს განადგურება უნდა და ჩვენი ოჯახს აი რა დაგიშავოთ აი რა მიზეზი რა არისო რა ესე რატო არ ვიცი თუ აბა ბავშვობაშიო ჩემაშვილმა ველოსიპედის კი აჩუქაო და აი რა ველოსიპედის ჩუქებაზე კი არა თუ ერთი თეთრი ეჩუქებინოს და რა ერთი კამფეტ ფულზე ერთი კამფეტი ეჩუქებინოს იმას ჩემთვის ცხოვრებაში ეს იყო ნათქვამი უთხრეს რომ ესე გააკეთე ესეთ ჩვენებას დაწერ და ხულიგნობის ბრალდები თითქოს იარაღი ჩავარტყის საერთოდ აი და მეორეჯერ უკვე მისჯიან 8 წელს 5 წელი ხო ვიჭიქით ციხეში გამოვედი და უკვე მისჯიან 8 წელს და შევდივარ ციხეში გდანის ციხეში ყავლაშვილი მყავდა კახა ადვოკატი და ამ კახამ მითხრა რომ შენო ციხეშიო კი ხარო გიორგიო ნაჟდომიო 5 წელიო მაგრამ ციხეო არ გაქვს ნანახიო და ციხეს ეხანახაო და მართლა ეს ვინ გითხრათ კახა ყავლაშვილმა ადვოკატმა მითხრა ესეც იმიტომ ყავდა რომ დაახლოებული პირი იყო მაშინ იქ და მამაჩემი ციხეში და კიდე მე ხა მეორეჯერ იქნებ მოგვეგვარებინა რამენერად და გამოვეშვით მაგრამ რა მოგვარებაზე ადეიშულთან ვიყავიო შესულიო და შავსიაში ხარო პირდაპირ მითხრა გიორგი კახა შემოდიოდა ჩემთან გიორგი პროცესებს დადიოდა გიორგის და კახას მაგრამ 2011 წლის თებერვალ 10 თებერვალს დამიჭირეს და თებერვლის პერიოდი და პირდაპირ მითხრა რომ ადეიშვილს თქვენი ოჯახის გვარი არის შავსიაში ესე მითხრა გდანის ციხეს აი რა ვერ აღწერ გდანის ციხეს მართლა ვერ აღწერ აი იმ გაუსაძლის პირობებს და იმ დონემდე ვიყავი მისული ხანახან რომ ახსენდება აი ზარავს ხომ ეს ფაქტი რომ როგორ გადავყლაპე 2 ცალი ლურსმანი ანუ აი რამ მდგომარეობაში ვიყავი რომ ესე სათითაოდ 2 ცალი და წყალი მივაყოლე ლურსმნები გადავყლაპე და მეგონა რომ ამტკივდებოდა და აი როგორმე იქნა სადმე წამიყვანდნენ არ ამტკივდა ეს ლურსმნები და როცა ჩამოვიდა ოლეგი ფაცაცია და რა ხდებაო ჯერ ხელები დაიწყე უკან რაღაცები მიყვირი შორიდან ციხის დირექტორის მოადგილე ხო და ეხაო გადაგიყვანოთ რეზვაინცაზეო და იქ არ აღმოგაშდეს რა გიქნა თუ წამოდი მეთქი წავიდეთ ხო კარანტინში ხალხი მიყურებდა როგორ დავშალე ეს წოდებული ტუალეტის ბაჩოკი და იმაზე მიმაგრებული ლურსმები როგორ გადავყლაპე კარანტინიდან ამიყვანეს ფუქსებში ერთი დღე გამაჩერეს ფუქსებში არც ექიმი არ მინახავს არავინ არ მინახავს საერთოდ და მეორე დღეს კაბინეტში მეძახიან ესა ფაცაცია და გოგა ბუთლიაშვილი რომელიც იყო მოადგილე ოლეგი იყო ფაცაცია რეჟიმის უფროს ეს იყო უკვე მეორეჯერ ჩაწევა ჩემი კარანტინში. მანამდე ერთი კვირა ვიყავი კარანტინში. კარანტინში არა, ფუქსებში ვიყავი ერთი კვირა. აი ღია ფუქსები რომელიც არის, ხო იცით? დასაჯდომიც რო არ არის. საერთოდ დასაჯდომიც. ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი მან. პირველ ჩაყვანაზე კარანტინში. სრულიად უმიზესოდ, საერთოდ უმიზესოდ. და მეორეჯერ ჩაყვანაზე უკვე 2 დღეში დაბადების დღე მოდიოდა ჩემი და დედაჩემი ამანაც ვერ შემომიგზავნიდა კარანტინში და მაგრა ინერვიულებდა და უკვე აი ამდენი უსამართლობა ამოსული მქონდა ყელში და აი ეს გავაკეთე რაც გავაკეთე და მეუბნება ფაცაცია რომ ეხლა შეგიყვანო ისეთ კამერაშიო სადაც ტვინსო არ უჭამენო ცოტა კორექტულად ვიტყვი მაგრამო შენო კიდევ მესამეჯერო თუ მოხდებიო კარანტინშიო გაქვს როკავ ისა შოკს დაგიმატებო და გაკრიტაო უკვე 8 წელი მაქვს მისჭირი ეს პერიოდი და გდანში შეყვანისთანავე დამავიწყდა ეგ რომ მეთქვა 4 დღე ხო გამაჩერეს კარანტინში სადაც 6 კაციან საკანში 40 კაცი იყო და ნუ იქ არანაირი პირობა სალფეტკი არ იყო და არც კოვზი და არაფერი საერთოდ ბალისზე და იმაზე ლეიბზე აღარ მოხსო როდესაც ამიყვანეს კარანტინიდან ერთ-ერთ საკანში შემიყვანეს და მეორე დღეს თენდება და
გუშინო ვინ შემოიყვანეს ახალიო კარები ყება მე მეთქი და გამოდიო და გადმოვყავარ ეკორპუსზე პირველ სართულზე 4 კაციან საკანში ხდება 2 ბიჭი რო შევდივარ და ერთ-ერთი გადმოყვანილი ყავდათ ციხის ავანტყოფოდან ტუბერკულიოზიანი პატიმარი რომელსაც ეგრეთ წოდებული კავერნა ქონდა გახსნილი და იყო გადამდები ეგეთ აი ციხეში შესვლისთანავე каранტინი 4 დღე каранტინი 1 დღე ისეთი დაბილი ვიყავი ეგრევე დავიძინე საკანში რო ავედი და გავი და ის ჭახაჭუხის ხმაზე ეგრევე გამეხვიცა და რო ჩამოვედი გამოდიო შენ და ეგრევე შემიყვანეს ტუბერკულიოზიან პატიმართან რო დაავადებულიყავი მე ამაზე მეთქი შენს რაღაცა თქვი მე სვიტყვი და თქვათ რომ გადამდები ხარ და ეს ვიქტორ ყაჭეიშვილი იყო უსაფრთხოება და აქ ეგრე არ არისო სადაც ჩვენ შეგიყვანთო ეგრე უნდა იყო მაგრამ ერთი კვირა გამაჩერეს მაგასთან ერთად მაინც და მე გადამიყვანეს სხვა საკანში და ხო ამ მეორეჯერ როცა ამ ფაცაცია მითხრა თქო რომ სროგს დაგიმატები და გაკრიტაო მე გადამიყვანეს რაღაც ისე საკანში შემიყვანეს და რო შევედი 2 წამი შესული ვარ და უცებ ეს ეგრეთ წოდებული კარმოშკა იხსნება და ლურსმები რომელმა გადაყლაპეთ მოდი აქო და ვიღაც ხალი ექიმი მივედი ხელი გამოყავიო ხელი გამოყოფინა კარმოშკიდან და ნემსი გამიკეთა კუნჩი და აი ეგ იყო ჩემი ექიმთან კურნალობა ლურსმებს ფორტოჭკიდან მაგ ექიმის სახელი და გვარი არ ვიცი სახელი კი არა სახეზეც კარგად არ ვიცი იმიტომ რომ ფორტოჭკაში იყო და ესე აქ ფორტოჭკიდან მესაუბრებ ამ დროს мама იხდის სასჯელს. ამ დროს мама იხდის სასჯელს, აი მაგას ვამბობდი, ეხა ის აგვისტოს თვე, აი ივლისი იყო თქო, რო ჩამიყვანეს და 1 აგვისტოს მე მაგ დაბადების დღე. ამომიყვანეს და ზუსტად 16 აგვისტოს мама ჩემი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ნახულობენ გარდაცვალს. ჩემთან შემოდის მამაო, მეუბნება ამ ამბავს. მე როგორც კი გავდივარ, აი შეიძლება მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მე როგორც კი გავედი, мама ჩემის ამბავი როგორც კი უნდა ეთქვა იმას, რა ქვია, მამაოს, საკანში რო დაუბრუნდი, ერთი პატიმარი გაყვანილი ყავდათ უკვე ჩემგან და ყოველთვის სადაც მე ვიჯექი, რომ საკანშიც ადმინისტრაციასთან შეკრული 1 და 2 პატიმარი სულ იყო და ერთ კაცს ვკითხე, რომ მეთქი შენ რო იძახი რომ არავინ არ მაკითხავს, სად გაყავხარ მეთქი რომ გაყავხარ თქო და შენზე მეკითხებიანო, რომ რას ლაპარაკობსო პოლიტიკაზეო? იამეტრევოს თუ ახსენებსო, აი იამეტრეველისგან რა უნდათ, ბუტას დედასგან რა უნდათ, რომ მაგას თუ ახსენებსო, მაგის სახელ და გვარს. და იქ რა იყო, ანუ მეტი იქ არაფერი არ შეეძლო პატიმარს ადმინისტრაციისთვის ეთქვა იქ ტელეფონი არ იყო, კარტი არ იყო, ანუ კონცლაგერი იყო. იქ მარტო ადამიანი რას ლაპარაკობს, აბა მოგვიყევი. მეტი იქ რა უნდა მარტო თუ ისაუბრებთ, რომ ვერაფერს ვერ დააშავებდი იქ. და რა ვიცი, მე მგონია რომ აი ზუსტად რასაც ვლაპარაკობდი მე იმათზე და როგორც თვითონ გვექცეოდნენ პატიმრებს, მე ჩემ წარმოსახვაში ვაკეთებდი ამ ახალაიას, მერაბიშვილის, ადეიშვილის საკნებს, ეს ჩვენ ხო ვიყავით ეს და რა მქონდა დრო 8 წელი მქონდა და სხვა რითი გავრთობილიყავი და ამათ საკნებს ვაკეთებდი, ესე ჩავსოვდი და ჩვენ ხო ბრიტვით გვაპარსა, ესე გვიყურებდნენ ხოლმე დილით, რომ აი შუქზე მოდი, ცოტა ოდნავ წვერიც რო ქონო და გცემდნენ მაგის გამო, აი ოდნავ წვერზეც გცემდნენ. და მე მეთქი იმით კუსაჭკით გავაპარსინებ თქო იმას თქო რა ქვია წვერს თქო და აი სულ ისეთ რაღაცა ფანტაზია რაღაც მომივიდო და ამაცე დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ჭაკუათი და ფაცაციათი სულ ამაზე ვლაპარაკობდი და სულ ვლანძღავდი ამათ მე ვერ მცემდნენ ესე აი მოდი და როგორ არ მცემდნენ მაგრამ ისე რომ აი ესე ვეწამებინე და როგორც მამაჩემს გაუკეთეს მაგას მე ვერ გამიკეთავდნენ იმიტომ რომ ავიც უფრო სხვა ამბავი მოყვებოდა მაგრამ მამაჩემს გაუკეთეს ხო ფაქტია მამაჩემს გაუკეთეს და მე მოდის გაგამ კურნალიძე მამამ ხომ მითხრა ეს ამბავი მამის გარდაცვალება მოდის გაგამ კურნალიძე ჩემთან ღამე გადავყავარ რეზბანიცაზე და იქ შემხვდა და მითხრა რომ ისე ვქვია მონაწილე ვარო წუხარების ეს სიტყვების კი მითხრა და გაგიყვანთო იმ გასვენებაშიო და აი ესე ბოლოს მამა ვნახე როცა ჩავაწვინეთ და დავმარხეთ და ის დღეს ციხეში ცოლი მოყავთ ვიღაცეებს და მე გასვენებაში დავდიოდი ციხედან ბატონო გიორგი თუ იქნებით თანახმა კითხვებს დაგისვამენ კომისიის წევრები
ბატონი ალეკო, ბატონი თენგიზი, ბატონი გურამი. გიორგი, შენ შეგადაშიგ დავაზუსტეთ თქვენი თხრობის დროს და იცი რა მინდა გითხოთ, 14 წლის იყავით, კარგი გავიგეთ ეს რა უბედურებას დაგმართეს, მაგრამ რატო გერჩოდნენ თქვენ? რატო აი კითხვა არსებობს. თქვენი ოჯახი სამიზნე. გეტყვით. ეგ კითხვა არსებობს, ბევრს აქვს ეს კითხვა, მეც მიფიქრია ამაზე და ერთი პასუხი არის ის, რომ იწყებოდა ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არის 2006 წელი და ყველა სფეროში, როგორც შემდეგ გამოჩნდა ნაციონალურ მოძრაობამ, სამაგალითოდ ყველა დასაჯა. და ჩემი ამბავიც მე არ ვიქნებოდი და იქნებოდა სხვა ვინმე. ჩემი ამბავიც უნდათ სამაგალითოდ და სკოლებში ეუბნებოდნენ ბავშვებს შენ გამოხვალ ზერეკიწეო. ამაზე ქალბატონი მაია ცირამოა, ფსიქოლოგი არის, ბავშვთა ფსიქოლოგია, მას აქვს დაწერილი ჟურნალში ინტერვიუს დროს, რომ სკოლებში არის წევლა, რომ შენ გამოხვალ ზერეკიძე, ეგრე თუ მოიქცევი, შენ ზერეკიძეს დაიმსგავსები და აი ამიტომ მე არ ვიქნებოდი და იქნებოდა სხვა ვიღაც, რომ სამაგალითოდ დავესაჯე. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გასატარებლად ჭირდებოდათ ეს ამბავი. დიახ. ნეტავ ვივამეთში მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს აი ამ თქვენს მონოლოგს თუ უსმენს, რა საინტერესოა? მე ვალდებულება მაქვს, რომ არ უნდა ავღელდე ამ თანამდებობაზე, რომ დამნიშნეს კომისიის თავმჯდომარედ, მაგრამ ერთხელ მაქვს ალბათ უფლება, რომ ასე მიმართო მას. თუ არა და იქნებ ჩართოს და მოგისმინოთ. ბატონი ალეკო სვამდა კითხვებს და გავაწყვეტინე მე მგონი. ბატონო თენგიზი. მე მინდა ის დეტალი უფრო ნათლად მოყოთრა და ნათელი იყოს ეს მამა თქვენისა და დედა თქვენის დაკავების ამბავი. ესე იგი სტრასბურგიდან წამოვიდნენ. სტრასბურგიდან წამოვიდნენ. სასამართლოში იყვნენ. კი, ეგ ადვოკატის ყავდა და გაიარეს კონსულტაცია, რომ საქმის გამოიარეს ორი აეროპორტი, ანუ ფრანკფურტის და ფრანკფურტის მოფრინავდა, ხო? ანუ ჩამოვიდნენ და აეროპორტში ვეხდება დაკავება. აეროპორტში ვეხდება დაკავება, კი. ესე იგი, თავის შვილის საქმეზე არიან წასულები. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წასული და განსაკუთრებული დიდი ოდენობის ნარკოტიკი მოაქვს იქიდან ამას ამბობ. ჩემს ორი მამაც ის იყო, ხო? აი ამას მინდა საზოგადოება მიაქციოს ყურადღება. დედმამა არის წასული სტრასბურგში თავისი შვილის პატიმრობის საკითხის გასარკვევად და სიმართლის საძიებლად. იქიდან მოდიან გამოიარეს ორი აეროპორტი და აეროპორტის აქეთ მაინც დაეკავებინათ სადღაც 5-6 კილომეტრში რომ შუაში მისცავენ მე ვეთქვათ. ეს ორი აეროპორტი გამოვლენილ ხალხს იჭერენ აკავებენ აეროპორტში. აი ეს არის აი უსაშინლესი დეტალი და აი სტრასბურგის სასამართლოდან მოდიოდნენ და მოქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. აი ამას რო ადამიანს დააბრალებ, ან ფანტაზიაც აღარ ყოფილი და თუ რა იყო, აი წარმოუდგენელი თემაა. აი მე ვიტყვი თუ შეიძლება ეს იყო ის პერიოდი 2010 წლის 16 აგვისტოს მოხდა მამაჩემის ამბავი. ეს არის პერიოდი 2011 წლის ბოდიშით. ეს არის ის პერიოდი, როცა ნაციონალურ მოძრაობას 26 მაისიც დარბეული აქვს. უკვე ანუ მანამდე ბიძინა ივანიშვილს არ ქონდა პოლიტიკაში გაცხადებული შემოსვლა და აი გონიათ რომ 2011 წლის ზაფხული. გონიათ რომ ჩვენ ვართ და ჩვენ ვართ. აი გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში, გინების გამო. ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ და ვერ გავიკეთ ეს ამბავი. გეთანხმებით, ჩვენ სწორედ ბატონ სოზართან გუშინ საუბრობდით ერთ საქმეზე, რომელიც იმ დროს არ გახმაურებულა და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ხვალ ეს საქმე მოისმინოთ. არ გახმაურებულა, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტეს მაშინ თავად მსხვერპლებმა, რომ არ ესაუბრათ ამაზე. თუმცა თქვენ არ იფიქროთ, რომ არ ისაუბრეს და გადარჩნენ. ისაუბრებდი, არ ისაუბრებდი. ხვედრი იყო ერთნაირად მკაცრი. ბატონი გურამის ჯერია და შემდეგ ბატონი სოზარი. დიახ, გამარჯობათ. ესე იგი, პირველი კითხვა რაც მაქვს ეს არის რომ მამა თქვენზე ისაუბრეთ თქვენ. ნუ ის საშინელება რაც მოხდა და დაკავების შემდგომ თქვენ თავს გასაგებია, თუმცა იქაც ერთი კითხვა მაინც მექნება, რაც მოხდა, მაგრამ
მამა თქვენთან დაკავშირებით ეს თქვენ ახსენეთ რომ ის მოკლეს და მიზეზი გარდა იმისა რომ ზოგადი მიზეზი რომ რაღაც საჩვენებლად დაესაჯათ რაღაც ახალგაზრდა თუ ოჯახი ეს გასაგებია მაგრამ მაგალითად ჩვენ არ ყავდნენ ადამიანები ვინც ქონებასთან დაკავშირებით ქონათ პრობლემა გადაფორმება არ გადაფორმებასთან და მე აწამებდნენ თუ არ გადააფორმებ თქვათ აქ მოგივა ასე შემდგომ ან სხვა რაღაცა მიზეზთან დაკავშირებით ან პოლიტიკურ განსხვავებულებასთან დაკავშირებით აი თქვენი აზრით მამა თქვენთან ესეთი ამაზრზენის შედეგი რატო დადგა ანუ სიკვდილის გულისხმობ რატო დადგა გეტყვით ჩემი აზრით მეც მიფიქრია მაგაზე რატო გაუკეთეს მე თქმა უნდა ჩემს ესეთი რაღაც თქო და ალბათ ფიქრობ იმას რომ ჩვენ მათთვის ჩვენ ვიყავით ძალიან მიუღებლები იმიტომ რომ ჩვენ მათ ყოველთვის ცუდად მოვიხსენიებდით აი ემნებზეც როდესაც მე მამაჩემთან ციხეში მაგ დროსაც არაფერს არ ვერიდებოდით რომ იმათზე ისე მოგვეხსენიებინა როგორც ფიქრობდით იმიტომ რომ ისეთ რაღაცა გაგვიკეთეს ჩვენ მე მგონია მიზეზი ეს რომ აი მე გამანადგურეს ამით მამა მომიკლეს მაგრამ ამით მე გამანადგურეს იმიტომ რომ მე როცა 14 წლიდან ციხეში ვიჯექი და მამაც აღარ მეყოლებოდა რა ვიცი აი გასაგებია და მთავრობა რო არ შეცვლილიყო ბოდიშით მთავრობა რო არ შეცვლილიყო 2012 წელს და ბატონი ბიძინა ივანიშვილი რო არ მოსულიყო აი არჩვილი არ მეყოლებოდა ვერც უნივერსიტეტს ვერ დავამთავრებდი ვერც ვიმუშავებდი დღეს და საერთოდ ვერ ვიცხოვრობდი თუ იქნებოდი ცოცხალი იმ შემთხვევაში ხო არ ვიქნებოდი ცოცხალი წინ 6 წლიანი 2 წელი ხო ვიჯექი მეორე სასჯელს და წინ კიდე 6 წელი მქონდა მისჯილი ან 14 წლიდან ვიждდებოდი 27 წელს გამოვიდოდი და 13 წელი ნაჯდომი მიქნებოდა ციხეში და მე რაღა უნდა გამეკეთებინა საერთოდ გასაგები აი თქვენ ახსენეთ 14 წლის როცა იყავით ეს ამბავი შეგემთხვათ პოლიციაში დაგაწერინა სახსნა განმარტება და უკვე პრაქტიკულად მოდიოდით. და ახსენეთ რომ როგორღაც მივიდა ეს ამბავი ოქროაშვილის ყურამდე და შემდგომ უკვე ვიღაც პიროვნება მოდის რომელიც ატრიალებს მთლიანად ამ საქმეს. და აი თქვენი ან მაშინ ან იმის მერე თუ გაანალიზეთ და რამე ინფორმაცია გაქვთ რას ნიშნავს ოქროაშვილამდე მივიდა ეს და თქვა რომ ეს ახალგაზრდა და მოდით სამაგალითოდ დავსაჯოთ თუ ხო არა გაქვთ რამე ეს დაზარალებული მუშაობდა არტ ჯგუფის დისტრიბუციაში ეს იყო ბატონი ქიბარ ხალვაშის და მაშინ რამოდენიმეჯერ თურმე მანამდე ყოფილა შემთხვევა რომ ეს თვითონ არტ ჯგუფი დაუყაჩაღებიათ მანამდე ვერავინ ვერ დაუჭერიათ და უცებ შევეჩეხე მე და მოდი ეს ძველი ყაჩაღობები კი არა მაგრამ ვითომ ესეც ეს ყაჩაღობაში გაატარისა და ხა ძნელი მისახვედრი არ არის როგორ საიდან მივიდა ირაკლი ოქროაშვილამდე და დაამძიმეს აქედან გამომდინარე. კი ბატონო, აი ბატონო მათია მახსენა სააკაშვილი და დარწმუნებული ვარ თუ არ უყურებს ალბათ ეტყვიან რომ მოისმინოს ეს კომისიის ხდომა და მისი ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს. დღესაც არსებობს სააკაშვილის ვიდეო ჩანაწერი რომელიც ამბობს რომ თვითონ ამბობს რომ აი ჩვენ დავნიშნეთ ბაჩო ახალაია იქ ციხეების უფროსად და მან ამ მეთოდით პირდაპირ სიტყვას ამბობს ამ მეთოდით ცემით დაამყარა წესრიგი. ნუ ერე განმარტებებს აკეთებს ცემა ნიშნავს იმას რომ საზოგადოებას არ ეხებაო და ასე შემდგომ. ანუ თითქოს საზოგადოების ნაწილი არ იყო ეხა ის ხალხი ვინც ისხდნენ პატიმრები. ანუ ამით იმის თქმა გვინდა რომ ჩვენი კომისიის მიზანი პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ის რომ ამ ხალხს მოусმინოთ და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახოს რასთან მქონდა საქმე, მაგრამ ამავდროულად მტკიცებულებების მოძიებაც, სადაც ერთ-ერთი არის ზუსტად ეს, რასაც ეხა ბატონი გიორგი ამბობს და ის ხალხი, ვინც მოვიდნენ და მოვლენ, პირდაპირ ამტკიცებს ეს ადამიანი, ყოფილი პრეზიდენტი, მაშინ პრეზიდენტი რო იყო, როცა ამბობს, რომ პრაქტიკულად აღიარებს იმას, რასაც აქ ვისმენთ, აი ამ კოშმარებს. რომ დიახ დაინიშნა იქ ბაჩო ახალაია და მან ცემით დაამყარა წესრიგი იქ ციხეებში. აი ეს არის ის რეალობა და იმ ხალხის გასაგონად, ვინც დღეს კიდე ბედავს იმას და ხმას იღებს, რომ აი მაშინდელი რეჟიმს თურმე აბრალებდნენ და თურმე არ იცოდა სააკაშვილმა რა ხდებოდა ციხეებში, როცა თვითონ აღიარებს ამას. მადლობა. აი მამაჩემის გარდაცვალებას კიდე ერთი ფაქტი უძღოდა წინ, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ერთი კვირით ადრე მამაჩემი მოწამლეს რუსთავის მე-6-ში და გადაიყვანეს ციხის ავადმყოფოში
და დღეს ვესაუბრე მაშინ ვინც დახვდა იქ ციხის ავადმყოფოში ერთ-ერთ თანამშრომლს ეს ჩვენი ოჯახის ახლობელი არის ეს კაცი და მე როდესაც გადამიყვანეს პატარა რო ვიყავი რეზვაინცაზე მამაჩემი შემოვიდა ამასთან ერთად ამ ზაზა აბრამიძე არის ესეთი კაცი რომელიც ციხის რეზვაინცაზე მუშაობდა და გადაიყვანეს მამაჩემი გდანის გდანში რეზვაინცაზე და დახვდა ზაზა აბრამიძე და დღეს ურეკავდა ვეუბნები რომ მეთქი ახლობლები ვართ და შენ მაკითხავდი ციხეში მე როცა პატარა ვიყავი მამაჩემთან ერთად შემოდიოდი და დავიჯერო მეთქი მამაჩემა კაცი რუსთავის მე-6-დან ცუდად გახდა ციხის ავადმყოფოში მოიყვანეს არაფერი არ გითხრა მეთქი და ერთი კიდე ამ ზაზას და მამაჩემის საერთო ძმაკაციც არის რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია და იმასთან არაფერი არ დაგაბარა ან ესეთი მოწამლულია კაცი კლოპის წამლით და არაო ხმას არ იღებდაო საერთოდო აი ძალიან შეშინებული იყო ესე მითხრა და ცოტა ავღელდი და მეთქი შენ თუ შენ უფროსებს ერიდები მეთქი ვაშენამუსე იყოს მეთქი ესეც უთხარი დღეს ტელეფონში ეს სიტყვები თუ რამე იცის და არ მეუბნ როგორ კაცი ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადაყავთ და იქ ახლობელს არ ეუბნება რა ხდება იქ სავსებით დასაშვებია სხვათა შორის ხა მე ვერ გამოვდგები იმ ბატონის არ ვიცი ვინ არის დამცველად მაგრამ თქვენ ხომ არიცით რა იყო მამის მომხდარი და შესაძლებელია არც ლაპარაკობდა ადამიანს და ვერც ვგებულობდი თუ არაო რა ისე შეიძლება ეს არ არის გამორიცხული ამიტომ რა კი მამა გარდაცვლილია ამას ვერ გავიგებთ და მის სიცოცხლეში მისთვის ახლობელ ადამიანებს ასე ერთის ხელის მოსმით ვერ დავადანაშაულებთ. ბატონო სოზარ თქვენ გნებავდათ. დიდი მადლობა გიორგი რომ მოხვედით ჩვენთან. რამდენი არასრულწლოვანი იყავით დაწესებულებაში? ჯერ სადაც სანამ მიგისჭიდნენ განსასჯელებში და შემდეგ უკვე მისჭილებში. მატროსოზე ვიყავით სადღაც 100-დან 100 ბავშვამდე ესე დავჭალაში ვიყავით 280-285-ს ყოფილ ვარ და ემახსოვს შემოწმებაზე ბოლოს რა 350 დაახლოებით 300 თბილისში კი და პლუს ქუთაისში ცალკე იყო ბათუმი ცალკე იყო ზუგდიდი ცალკე იყო მაინც რო თქვა ჩვენი მომაყურებლისთვის ამ წუთში მთლიანად სისტემაში არის 77 არასრულწლოვანი საიდანაც 27 არის ბრალდებული და 50 მსჯავრდებული რო ჩააბარეთ დაამთავრეთ კი რა სად ჩააბარეთ ჩააბარე შავი ზღვის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობაზე მაგრამ სამართალმცოდნეობა დაამთავრეთ არა საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე მე ამჟამად სად მუშაობთ კი საქართველოს რკინიგზაში ვიوامაძე რო ახსენეთ ქალბატონო თეა მისი სიტყვები უნდა წავიკითხო უბრალოდ გიორგი ზერეკიძის საქმეს მაშინ ხო ბუნებრივი ავსწავლობდით და მე მგონი არ დარჩა ხელისუფლების შტო რომელმაც თავის არ ჩათვალა თავის მოვალეობად არ გაეკეთებია კომენტარი და არ გაეკიცხა 14 წლის გიორგი ზერეკიძე სააკაშვილის სიტყვები როცა თან ხვდება მის თანატოლებს ერთ-ერთ სკოლაში მივიდა ესეც ამ ანტიპიარის შემადგენელი ნაწილი იყო განათლების მინისტრი გვერდითუზის ლომაია გაბანდიტებული მეათე კლასელი ვინმე ზერეკიძე ვინც ატერორებდა თბილისის რამდენიმე ოპანს ანუ განაჩენი არ არის დამდგარი იგონებს რაღაც სულ ტყუილს და აი ეს იყო რეალურად პოლიტიკა და როგორ ანადგურებდა სისტემა ნებისმიერ ადამიანს ვინც თვალში არ მოვიდოდო მათ შორის არასრულწლოვანებსაც ტუბერკულოზთან დაკავშირებით რაც თქვით ასევე ძალიან სიმპტომატური შემთხვევაა დაახლოებით 1000-დან გარკვეულ წლებში 2000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა ყოველწლიურად ტუბერკულოზის ციხეებში. ეს იყო ადამიანების განადგურების ერთ-ერთი მეთოდი. პირველივე წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლაში 60-მდე ჩამოვიდა და დღეს არც ვიცი რამდენიმე ათეულს არ აღემატება წლიური ახალი შემთხვევები. მინდა აქვე წავიკითხო ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა მამა თქვენის მამუკა იგივე ივერი ზერეკიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გვამის დათვალიერება სახის კისრის და კიდევრების მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები ნაწილების სახით რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით მორფოლოგიური სურათის მიხედვით დაზიანებების სიცოცხლისდროინდელია და განვითარებული უნდა იყვნენ სიკვდილის დადგომამდე დროის უახლოეს პერიოდში. ანუ ესეც ხო სავარაუდოდ დენი არაფერ შუაშია, თუმცა ძალიან ძნელია გამოძიება ჩაატარო დღეს როცა ამდენი ხანი არის გასული.
ეს პრინციპში ხომეტი არაფერი. ესე იგი, დღევანდელი მონაცემებით 50 მსჯავრდებული ბავშვია მთელს პენიტენციურ სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ იმ ავჭალის დაწესებულებაში, რომელსაც თქვენ იცნობთ, რომელიც დაახლოებით 200 ბავშვზეა გათვლილი. დღეს 50 ბავშვია, მაშინ როდესაც 200 ბავშვზე გათვლილ დაწესებულებაში თქვენ დროს იყო 280 ბავშვი. შესაბამისად, პირობები რო აღვიწეროთ ძილის, კვების, კვება საშინელი იყო და არ ვიცი ხა ეს როგორ თქვა ზუსტად, მაგრამ ვიცი ექიმისგან, ერთ-ერთი ექთნისგან უბრალოდ რომ ჩვენ საჭმელში რაღაცებს გვიყრიდნენ, რომ აი ესე უენერგიათ რო ყოფილიყო. კი. ძილის პირობები ქონდათ ძილისთვის? კი, ძილის პირობები ავჭალაში იყო. და სხვა ციხეებში აი კრიტში მაგალითად. აი ვერც დაიძინებ, ისეთი ხმები, გდანში ვერ დაიძინებდი რა, ისეთი ხმები ისმოდა. ისი ხმე ისმოდა? აი ცემის ხმები ისმოდა. ღრიალი. ღრიალის, ზოგს შიშები ეწყებოდა ღამე და ამ პანიკურ შიშებზე იწყებდა, პანიკა იწყებოდა და აი მამაო რომ მოდიოდა არ გინდოდა რომ გასულიყავი, რომ აი კამერიდან რომ ისეთი შარი იყო, იქ გადასვლა ადმინისტრაციამდე, იქ რამდენი თანამშრომელი შეიძლება გაეულო და დაენახე და ყველას რაღაცას გეტყოდა რა, ყველა გამოწვევას. რატო არ გახურავს, შეიძლება ამისთვის ეცემა რაღაცას. კი ბატონო. ბატონო გიორგი, თქვენ რომ გამოხვედით პირველად და შემდეგ მეორედ საპატიმროდან, ფსიქოლოგის დახმარებისთვის ხო არ დაგჭირდათ მიმართვა? თავიდან არა, მაგრამ მე რამოდენიმე წლის მერე დაგჭირდათ. ეხლა რამდენი წლის ბრძანდებით? 33-ის. აი 33 წლის გიორგი ზერეკიძე. რას ეტყოდით, თუნდაც 33-ის ან კიდევ უმცროს ახალგაზრდებს დღეს რჩევა თუ გაქვთ? მათზე უფროსი ხართ ხშირ შემთხვევაში, ვინ შეიძლება დღეს ვერ ხვდებოდეს, რას ვებრძოდით ჩვენ ყველა ერთად? კი, ურჩევდი რომ გარჩევა ისწავლონ ადამიანების და მეტი ანალიზი გაუკეთონ, მეტად დაფიქრდნენ, სადგანან, ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან და მე მგონი ახალგაზრდებმაც და მომავალმა თაობამაც ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და არა რომელიმე მით უმეტეს დამნაშავე პარტიას, როგორც ხედავთ დღეს კიდევ რომ რევანშისტულად არიან განწყობილები. თქვენ ყავთ შვილი ახსენეთ, ერთი. 11 წლის კი. როდესაც იქნება ვითარება, მაგალითად, როგორც დღევანდელის ხდომა, ან სხვა რაიმე მსგავსი ვითარება, როცა მას უწევს ამ წარსულის შესახებ ინფორმაციის მიღება. თქვენ ალბათ ზრუნავთ იმისთვის, რომ ის ბოდიშვიხტი უნდა ვთქვა ეს სიტყვა გაბოროტება, რაც თქვენში იყო, ხო? იყო, ბუნებრივია. როდესაც თქვენ ხატავდით საკნებს და იქ განაწილებდით სააკაშვილს ახალაეს, ხო? ეს გაბოროტების, ბავშვს რომ გააბოროტებ, ეს იყო რეაქცია. თქვენ ალბათ იღებთ ზომებს იმისთვის, რომ ეს თქვენ შვილს არ შეემთხვას. კი, ვიღებ ზომებს და მე ზუსტად იმიტომაც პატიმრობიდანაც მოყოლებული, სულ ფიქრობდი, რომ სანამ ოჯახი შევქმნიდი და საერთოდ შვილი მეყოლებოდა, ფიქრობდი, რომ ისე მეცხოვრა და ისე წარმემართა ჩემი ცხოვრება, რომ მართლა არ გამემართლებინა იმ მუმიის სიტყვები და როცა მეძახდა კრიმინალს და კრიმინალებში ჩამსვა, იქიდან სტუდენტი გამოვედი და ვისწავლე და ვისწავლე არა, უბრალოდ საშუალება მქონდა, თორე იქ არაფერი არ მისწავლია მე და ცუდის გარდა მე ციხეში არაფერი არ მინახავს, მაგრამ საშუალება მქონდა გამოცდები ჩამებარებინა, ჩავაბარე და მანდაც ჩაიჭნენ, რომ არ გამომიშვეს და მანდაც სიტყვა არ შეასრულეს და შვილს რაც შეეხება, მე ამ თემაზე არასდროს არ მისაუბრია, ჩემ შვილთან რომ მე რაღაც ციხეში ვიყავი და ესე, ვიცი რომ იცის, იმიტომ რომ ჩემი გამოსვლების მოусმენია. არ ვიცი ამაზე როგორ უნდა დაველაპარაკო, მაგრამ აი ზუსტად დღეს იმიტომ ვარ გახარებული, რომ ამ საქმეს და ძალიან ბევრ საქმეს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და ჩემ შვილს უთქვამ სკოლაში, რომ
ისო იმის შვილია და მეო ბაბუა ნაციონალობა მომიკლესო და მე უთხარი სანდროს მაშინვე რომ იმის შვილი ჯერ არაფერ შუაში არ არის და შვილი მშობლის დანაშაულზე პასუხს არასდროს არ აგებს და მე კიდე აი ეს პროცესი ზუსტად გამოიწვევს იმას რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და რაღაცა ერთ ფურცს ამ ჩვენ ტრაგედიას წარსულში დავტოვებთ და გადავშლით ახალ ფურცელს მეც ჩემი შვილიც და მე ჩემს შვილს აი აქედანაც მინდა უთხრა და არ გავსდი ამ აგრესიაში და იმ განცდით რომ მაგას ბაბუა არ ეხება სანდროს და არ შეეხება არასდროს და ზუსტად აი ეს იქნება შედეგი, როცა ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, რომ ჩემ შვილიც გააცნობიერებს რა იყო და ბატონო გიორგი, თქვენი მონათხრობიდან და არა მხოლოდ თქვენი მონათხრობიდან, რაც უკვე მოვისმინეთ, რაც ვიცით, რაზეც გვიმუშავია სხვადასხვა საქმეზე წარსულში, ან შემდეგ, მომავალში ვისაც მოусმენთ ამ კომისიის ფარგლებში. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, ასე მგონია, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ვიყვანოთ ეს ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ადამიანურ პირობებში იმყოფება დღეს, მაგრამ იმყოფება იქ, სადაც არის მისი ადგილი და ეს მან უნდა იცოდეს. სწორედ საქართველოს პარლამენტიდან მოსმენილი სიტყვები, სადაც ის 2003 წელს შემოვარდა ვარდით ხელში და ქვეყანა საბოლოოდ გადაიყვანა განვითარების სწორი გზიდან. რაც შეეხება მომავალ თაობას, მე მრჩევლად რა თქმა უნდა არ გამოგადგებით, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ახალგაზრდა თაობა, მათ შორის ჩვენმა შვილებმა, ყველაფერი უნდა იცოდნენ, დასამალი არაფერი არ უნდა იყოს, ამისთვისაც არის ჩვენი კომისია შექმნილი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მათ უნდა იცოდნენ, რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნას თავისი ასაკი აქვს, ძალიან მტკივნეული რაც არის ის ადრეულ ასაკში არ ითქმის და არ გაიგება, მაგრამ ყველაფერი მათ უნდა იცოდნენ, ისე რომ არ გახდნენ აგრესიულები, მაგრამ ჰქონდეთ ანალიზის უნარი და ეს უნარი ჩვენ მათ უნდა გავუმახვილოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიქნებით იქ, სადაც ვართ, უფრო მეტიც გულისხმობ თანამდებობებს, უფრო მეტიც ჩვენ ყოველთვის არ ვიქნებით იქ, სადაც ყველანი ვართ, დედამიწაზე და ის რაც დარჩება მერე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მომავალი თაობა, რომელიც ზოგი დეპუტატი გახდება, ზოგი მინისტრი, ზოგიც კერძო სექტორში ისახელებს თავს, ზოგი აკადემიურ სივრცეში, მათ უნდა იცოდნენ რა არის დაუშვებელი, რომ ჩვენს ქვეყანას ღმერთმა დაუფაროს მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი ხელისუფლებაში და მკურნალიძეები, ახალაიები, კალმახელიძეები, ფაცაციები, მუხაძე და ასე შემდეგ, თუმცა ამ გვარების მატარებელ ღირსეულ ხალხს ბოდიშს ვუხდით, იმიტომ რომ გვარში ერთი გამოერევა ხოლმე და შემდეგ მთელ გვარს ცხებს ჩირკს. მე ერთი კითხვა მაქვს და თუ სხვა კითხვები არ იქნება, თქვენ თუ გნებავთ მერე ბოლოს თქვით და ამით დაგემშვიდობებით დღეს. როდესაც თქვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს სტრასბურგში წასვლა. ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღეს თუ ვინმე მურჩია? არა, იცით ურჩია, მეგობარმა კი ურჩია, იმიტომ რომ უთხრა რომ ძალიან დაპირისპირებული ხარო და ვერაფერს ვერ იზავო რა და გამოიტანეს საჩივარი. მეგობარი ვინ იყო? თანამდებობის პირმა ურჩია. კალმახელიძის, ესე იგი თქვენ ხართ ციხეში, თქვენს მშობლებს ციხეების მინისტრის ასე ვლაპარაკობ, რომ ზოგმა სასჯელახსულების სამინისტრო რაც არის, შეიძლება არ იცოდეს. ციხეების მინისტრის ქალბატონი ხათუნა კალმახელიძის, რომელიც კარგ სიზამს აქ თუ მობრძანდება ერთ დღეს. ქალბატონი ხათუნა კალმახელიძის დროს ბავშვებს აწამებდნენ ციხეში და ეს იყო პირველი ქალი მინისტრი სასჯელახსულების და საინტერესოა დღეს ის რას ფიქრობს ამ ყველაფერზე. ძალიან ადვილია თქვა, რომ მე არ მართავდი და ბაჩო ახალაი არ მაძლევდა საშუალებას, და იმ დროს ჭაკუა იყო ბოლოს. და ესე იგი ხათუნა კალმახელიძე ციხეების უფროსი მას ყავს მოადგილე, რომელიც თქვენ ოჯახთან ნაცნობობით არის დაკავშირებული და თქვენს მშობლებს ურჩევს სტრასბურგში ჩასვლას. რომ გამოიტანონ საჩივარი, იქნებ შვილი გადაარჩინონ.
ახლა მე აქ მინდა საზოგადოებას განვუმარტო ერთი რამ, რომ სტრასბურგის სასამართლოში არ არსებობს როგორც ასეთი მოქალაქეების მისაღები. იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლოში პროცედურა არის მხოლოდ წერილობითი. წერილების გაცვლა-გამოცვლით ხდება პროცედურა. მოქალაქეებისთვის, ამიტომ მოქალაქეებისთვის, აი როგორც პარლამენტშია, სამინისტროებშია, ხომ, მისაღებიც არ არსებობს, იმიტომ რომ მოქალაქე იქ არ უნდა მოხვდეს. მაგრამ როდესაც მოქალაქე მაინც მოდის, წელიწადში შეიძლება 3-ჯერ მოხდეს, 10-ჯერ მოხდეს ასეთი რამ, დაცვის ოფიცერი, რომელიც შენობას იცავს, იქვე გამოუყოფს დასაჯდომს, სახელდახელოდო რომ იტყვიან და ეუბნება რომ ვერავის ვერ შეხვდებით, იმიტომ რომ პროცედურა წერილობითია, თანამშრომელს პრინციპში არც აქვს უფლება გამოვიდეს მოქალაქესთან, იმიტომ რომ პროცედურაში უწერია რეგლამენტში, რომ პროცედურა წერილობითია და ეუბნება რომ იქ ჩასულ მოქალაქეს ეუბნება დაწერე რა გინდა, ანუ ისევ მივდივართ წერასთან. იმდენად პროცედურა წერილობითია. შესაბამისად, თქვენი მშობლები იქ რომ ჩამობძანდნენ, მათ ვერავინ ვერ შეხვდებოდა. შეხვდა ჩვენი წარმომადგენელი. წარმომადგენელი საელჩოსი, მაგრამ მე ვსაუბრობ სასამართლოს, ვერ შეხვდებოდა. ეხლა ეს თქვენ ვერ გეცოდინებოდათ იმ დროს, თქვენ პირადად, მშობლებმაც ალბათ არ იცოდნენ, მაგრამ ეს ნამდვილად იცოდა ხელისუფლებაში მყოფმა თანამდებობის პირებმა და ამიტომ გკითხეთ, ვინ ურჩია? ირკვევა რომ ურჩია ხელისუფლების წარმომადგენელმა და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო განზრახ თავიდანვე, ისინი გაუშვეს თითქოს და შვილის გადასარჩენად, წერილის გამოსატანად, დაგეგმილი იყო ის, რომ უკანა გზაზე უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა. როდესაც წყვილი, ცოლქმარი გამოივლის ყველა აეროპორტს ბატონმა თენგიზმა ამას აბსოლუტურად ლეგიტიმურად ხაზი გაუსვა. ყველა უცხო ქვეყნის აეროპორტს, შემოწმებას, ყველანაირი ტიპის და მოვა საზღვარზე და იქ ხდება უბედურება, ეს რა თქმა უნდა იწვევს ძალიან სერიოზულ კითხვებს. მე რა თქმა უნდა მოგცემთ სიტყვას, რომ თქვენი შემაჯამებელი რაც გაქვთ ბრძანოთ და რა თქმა უნდა ამ საქმეს როგორც ერთ-ერთ პირველს ნულოვანი ტოლერანტობის მსხვერპლისა თქვენ იქნებით ამ დასკვნაში ერთ-ერთი, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენს წინაშე ვარ და ჩემი საქმის განხილვა მოხდა, ასე ვთქვათ. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და მე არანაირის არც არასდროს არ მქონია, რომ აი ამ ჩემი ამ ამბით რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მიმეღო, არაფერი. ჩემი ყველა გამოსვლაც მხოლოდ ერთს ემსახურება, როგორც მამაჩემმა შემომწირა თავის მთელი ცხოვრება და ყველაფერი ეცადა იმისთვის, რომ მეც ციხიდან დავეხსენი, მეც ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ როგორც რაც გაუკეთეს მამაჩემს, ამას ნათელი მოეფინოს და რაღაც წარსულში რაღაც დამთავრდეს მართლა ამით. კი გამოვედი რაღაც, მაგრამ სულ მაფიქრდება, ხო ეს არ არსებობს წამი რო არ მახსოვდეს ეს ამბავი და რო ამაზე რო არ მეფიქრებოდეს და კარგი იქნება თუ ამას მიეცემა სამართლებრივი შეფასება და კი ბატონო, თქვენ შვილს სანდრო ქვია, თუ ალექსანდრე ქვია და სანდროს ვეძახით. მაშინ ბატონ სანდროს მივმართოთ საქართველოს პარლამენტიდან, ვუსურვოთ მას, რომ ძალიან ძლიერი დამოუკიდებელი საქართველოს ბედნიერი და ჯანმრთელი მოქალაქე გაზრდილი იყოს წარმატებული და ვუთხრათ მას, რომ მას ყავს ძალიან კარგი მამა, რომელმაც ძალიან ბევრ ამას 14 წლის ასაკში და ადრეულ ასაკში გაუძლო და მან უნდა, რა თქმა უნდა, აქედან მიიღოს გაკვეთილიც, თუ როგორ უნდა იყო მოწესრიგებული, როგორ არ უნდა მით უმეტეს როცა ყავს დამნაშავე ხელისუფლება და იმ დროს დამნაშავე ხელისუფლება იყო, როგორ უნდა იყო ფრთხილად ცხოვრებაში და სწავლას დაუთმო უფრო მეტი დრო.
წარმატებებს გისურვებთ თქვენ შვილთან და ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ბატონ სანდროს მოკითხვა გადაეცით. ნახვამდის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხდომას. დღეს მეორე პირი, ვინც არის ჩვენთან სტუმრად ახსნა განმარტების მოსაცემად, გახლავთ მოქალაქე ჯემალ ციკლაური. ის წარმოადგენს საქმეს საკუთრების უფლების დარღვევასთან და არა მხოლოდ მისი უფლებრივი მდგომარეობის უხეშად შელახვის ფაქტებზე გაგვესაუბრება და სამდინეოს ვთხოვ, თუ ბატონ ჯემალი უკვე მობრძანდა მოუხმონ მას დარბაზში, შემოაცილონ და თხოვოთ მას, რომ დაიკავოს მისთვის კუთვნილი ადგილი. ამასობაში ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენის ხდომა გადაიცემა პარლამენტის ტელეარხზე. ეს არის საქართველოს პარლამენტის სატელევიზიო არხი პირდაპირ ეთერით. მისი თანამშრომლები ჩვენზე ზრუნავენ ყოველდღიურ რეჟიმში, როცა ხდომას ვატარებთ და მათ უნდა მადლობა გადაუხადოთ და ასევე მაესტროს ტელევიზიას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემს ჩვენს ხდომას. ბატონი ჯემალ ციკლაური მობრძანდა, მოგესალმებით ბატონო ჯემალ. პროცედურა გახლავთ ასეთი, პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის და უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ ამ კომისიის წინაშე ცრუ ახსნა განმარტების მოცემა განზრახ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება უარი პასუხს კითხვაზე გახლავთ ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ის რომ მე იმის შესახებ რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ და თქვენ ეს მოისმინეთ და გაიგეთ, ამის დასტურად გთხოვთ თქვენ ხელმოწერას იმ დოკუმენტზე, რომელიც წესით თქვენ წინვე გიდევთ და შევსებული უნდა იყოს, იქ წერია თქვენი გვარი, სახელი. მე მგონი აი მარცხენა ხელი სადაც გაქვთ, იქ უნდა იყოს ეს საბუთი, აბა დახედეთ ან მარჯვენა ხელთან. სადაც თქვენი გვარი და სახელი წერია, ბოლოში ხელმოწერაა და იქნებ მოაწეროთ ხელი. კალამი თუ არ გაქვთ, თქვენ ხომ გაქვთ კალამი, ათხოვეთ. ხელი მოაწერეთ როგორც აწერთ ისე. თავში ხომ წერია თქვენი გვარი და სახელი. გაფრთხილების ტექსტი წერია ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. კარგი, ბატონო ჯემალ, მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ასეთ ფორმატ შემოგთავაზებთ, რომ თქვენ 10 წუთის განმავლობაში, თუ გნებავთ 15 წუთი, თავისუფალი თხრობის რეჟიმში, რომ გითხრათ რა დაგატყდათ თავს იმ დროს და მის შემდეგ დავსვამთ კითხვებს, გთხოვთ. სანამ თხრობას დავიწყებდი, ორი განცხადება მინდა გავაკეთო თუ შეიძლება. აწიეთ მიკროფონი. ორი განცხადება მინდა გავაკეთო, სანამ თხრობას დავიწყებდი. ერთი ის რომ რასაც დღეს თქვენ მოგითხრობთ, ყველაფერი გამყარებული არის. ვიდეო მტკიცებულებებით პროკურატურაში ეს გამოძიება მიმდინარეობდა 2012 წელს რომ დაიწყო ქართული ოცნების მერე და ეს ყველაფერი არის ვიდეოთი და ყველაფერი რასაც ვიტყვი აბსოლუტურად გამყარებულია ფაქტებით. და მეორე, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, აი სულ გადატანილი ვარ და შეიძლება კაფით ვერ თქვა რაღაცა და ბოდიში ვიხდით ამას. მოკლედ, ჩემი საკუთრება გორის საკოლმეურნეო ბაზარი შევისყიდი 1996 წელს კონკურსის წესით. იქ იყო დამწვარი იყო ეს ბაზარი, ვისი აღდგენა მქონდა დავალებული და რა თქმა უნდა შევასრულე და მუშაობდით. 2004 წლის თებერვალში, დაიწყო უკვე ჩემზე ზეწოლა, სააკაშვილის ხელით მოვიდა. მოკლედ დამებარა მიშა ქარვანმა გუბერნატორმა და მითხრა რომ უნდა დათმო ობიექტი ჩააბაროს სახელმწიფოს თუ არა და პრობლემები გექნება. მე რა თქმა უნდა უარი ვხარ, იმიტომ რომ რა უნდა დამეთმო არ ვიცოდი, მაგრამ დაიწყო აი სერიოზული როგორი მაგალითად იცი რა ქუჩაში რაღაცას ყიდიდა და უშო თევს ყიდიდა ჯემალ ციკლაურის მაფია აცხადებდნენ ტელევიზიაში ჟურნალისტები რაღაცები მოკლედ ამის გამო გადაწყვიტეს შემოსვლა ჩემთან საწარმოში და
შემოწმება ჩაეტარებინათ, მაგრამ მე მოთხოვე სასამართლო განჩინება და არ შემოუში. ამის მერე ჩდება ესეთი მომენტი, რომ მეძახიან სამსახურში, რომ ჯემალ ვიღაცაა შემოსული და აწიოკებს ბაზარს. გამოვიდი შევხედე და მიშა ქარელი გუბერნატორი, გარშემო ყავს პროკურორი, გარშემო ყავს ტელევიზია, ყველა ის მათ ემორჩილებოდნენ მაშინ და ეგ არის 2004 წელი უკვე თებერვალი. ხო და თებერვალის დასაწყისი იყო. მოკლედ წარმომიდგენეს ისე და მოკლედ აწონეს მოხუცესთან მივიდა ვიღაც ალუდა ჯოხაძე, რომელიც შემდგომში დანიშნეს კრიმინალური სამსახურის უფროსად, ალუდა ჯოხაძე ეგეთი, ამის მერე უკვე და შემდეგ თაღლითობის მოხდით დაიჭირეს სხვათა შორის ეს ჯოხაძე. არა პატრიოტული კაცი იყო, რომელმაც თვითონ 10 კილო ხორცი იყიდა ბაზარში და 300 გრამი მოატყუა გამყიდველმა და როგორც მე დავინახე ვიღაც ამბობდა რომ დავნახოთ თეთრით გადაგდო პატარა ნაჭერი რომ დაკლებული იყო ვითომ თუ რა ვარ ნამდვილად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე მის თქმა მინდა რომ ამის საფუძველზე ამ ალუდა ჯოხაძემ მასკენ რა ქვია დაწერა საჩივარი რომ ახლა მე მომატყუეს 300 გრამ ხორცში შეიძლება ჯემალ ციკლაურის ფინანსური დარღვევები ქონდეს და თქვენ რა კავშირი გქონდათ ამ ხორცთან? ვისი იყო ეს? ხორცი გამყიდველი რომელიც მოვაჭრე იყო და ვაჭრე თქვენ არ გქონდათ? კი, მოვაჭრები ხოდგანა და აი ხა მაქსიმუმ ვიდეოში ჩანს მაგრამ გამოძიებაში რომ ქარელი მეჩხუბება რომ შენახარ თაღლითი რომ ხაღაცი მოვატყუე მე ვეუბნები გასო მერაშუაში ვარ გამყიდველია ჯერ ერთი არც ვიცი მოვატყუა თუ არა და მერაშუაში ვარ არა შენ დასაჭერი ხარ მე მოკრება და მოკლედ ამის საფუძველზე შემოვიდნენ საგადასახადო სამსახური და შეამოწმეს და დამიდგინეს სახელმწიფოს დაუმალე ვითომ 300,000 ლარამდე იყო მაშინ ის გადასახადი. თანაც ახლა 300,000 იყო მაშინ გათვლილი ამ 4 წელიწადზე, ხო? და ამ 4 წელიწადში საგადო მომოწმებდა მე საგადასახადო რომელიც აქტებს წერდა და თუ რამე დარღვევა იყო ჯერმე ვიხდით. მოკლედ ამის საფუძველზე დამაკავეს დამიჭირეს ორი სასამართლომ სამთვიანი პატრონობა მომისაჯა. მე გავასაჩივრე თბილის დამიჭირეს უკვე რა ქვია მციხეს კაცო ერქვა გადანაკი რა ერქვა ამის როცა მეხუთე იზოლატ ხო იქ მციხეში მოვხდი და მეხუთე დაწესებულება ორთაჭალაში დიახ სხვათა შორის პირველი მეწარმე ვიყავი საქართველოში რომელიც დამიჭირეს სუ პირველი 4 წლის 23 თებერვალი რო დამაკავეს მოკლედ მე მინდა რომ ძალიან მოკლედ მას ხოდა მაგრამ რაღაცები იმაში ხო ამის შემდეგ ციხეში ყოფნის დროს რა თქმა უნდა იქ დიდი ზეწოლები იქ ადგილობრივი შავი სამყაროს მიმართ ზოგი ფულს ითხოვდა ზოგი კამათლებს მოგაყრიდა წააგებული ზოგი ის თანაც პირობები მოგეხსენებათ მაგრამ მე გამიმართლა ის რომ მახალეების დროს არ ვიყავი თორე მე ცოცხალი ვერ გამოვიდოდი მე რა ბაღათური იყო დიდი პატრონად კაცი ორთაჭალაში იყავით კი ორთაჭალაში მე რა ბაღათური და კიდე ნუ ეგ ხალხი იყო რომ ცოტა გვერდს მიმაგრებდნენ რაც ჩუმად რა თქმა უნდა იმიტომ რომ უკვე ხო იქ მოგზავნები კიდე გეუბნებით შემოდიოდა დღეში პროკურორი მიშა ქარელი ჩამოდიოდა მოაწერე ხელი ემასქენე ჩამოდიოდა გემ პროკურორის ამბობდნენ მაგრამ ყველაზე დიდი პიკი იყო ის რომ არა ჯერ არ მომიწერია აი მას ყვები ზუსტად კი ხელი მოაწერე სახელმწიფოს აჩუქე ქონება აჩუქე სახელმწიფოს და ამას გთხოვდნენ ორთაჭალის ციხეში მოკლედ რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ დამიყოლი ეს და არ ვთანხმდებოდი მაგრამ ერთ-ერთ დღეს ღამე უკვე 11 საათი იყო 10 საათი ღამე პადრაგი შემოვიდა და დაბარებული ხარ გემ პროკურატურაში მეუბნება ნუ გამოდივარ ბაღათური კაპიტლებული დავხდა დანაშაული იყო ღამე უკვე გაყვანა პატერნის და გადამიყვანეს გემ პროკურატურაში მეშული იზოლატორისაც აიყო და მანამდე ფსიქოლოგიური ზეწოლა რო გვახსენეთ ეგან იქ მიყვებოდნენ რომ ისი მეშული იზოლატორში დენსაბავენ სხვიზე დაბლა ადგილებში რომ გამოტეხო ეს უკვე
ძალით აკეთებდნენ ამას რომ შეფშინებული ვიყავი თუ რაღაც მოკლედ რომ გადამიყვანეს უკვე ვიფიქრე რომ მე საწამებლად მივყავდი იქ რა და ამიყვანეს გენპროკურორის კაბინეტში გოქროაშვილი ეწერა იქ და მოკლედ იქ დიდი ხანი ვიჯექი ალბათ დრო აღარ მახსოვს ალბათ 1-2 საათი მაგრამ არ მიღებდა ჯერ მე გამოვიდა მორიგე და მითხრა რომ საბძანდი თავის ხარ ეგეც თო ფსიქოლოგიური მომენტი იყო რომ გადამიყვანეს მოკლედ იქიდან წამოვედი და არ შევხვდი ვერ შევხვდი არ შემოხვდი ბატონო ჯემალ პატიმარი ხართ ამ დროს კი პატიმარი ღამი საკანი გააღეს და გადავყევარ ეს იყავით ამ დროს მე-7-ში თუ სად იყავით არა მე-5 მე-5-ში ხართ ამ დროს ორთაჭალაში ისევ და გადაგიყვანეს მეორე მხარეს სადაც იყო გენერალური პროკურატურა და თქვენ დაინახეთ რომ კაბინეტს ეწერა ოქროაშვილი და იქ მისაღებში იჯექით ბატონო მისაღებში იჯექით კი მისაღებში ვიჯექი ამ დროს ორკილები გეკეთათ არა მისაღებში უკვე აღარ მეკეთა რომ შევდიოდი მაშინ მოხდეს ბადრაგმა რომ ჩააბარა იარაღი მაშინ მოხდეს ბორკილები ბადრაგი თან გახლდათ ბოლომდე იქ იჯდა მისაღებში და თანაც იქიდან ურეკავდა ციხის უფროსი რომ რა შვები ნერვიულობდა იმიტომ რომ დარღვევა იყო რა თქმა უნდა დარღვევა ხო და არა ჯერ არ დაუძახე და 2 საათის მერე დაახლოებით გამოვიდა მორიგე და გამომიშვეს მოკლედ ამის მერე იწყება კიდე სხვანაირი ზეწოლის ფაქტები ის თვითონ შემოდის პროკურორი ახალი დანიშნული გორჩი ვინც იყო მოყავს ნოტარიუსი თავის მოადგილე პროკურორისა და თხოვენ მოვაწერო ხელი ხონების შუქებაზე იქ ჩვენი საუბარი როგორც მოხდა იქ ნოტარიუსი ვინ იყო ხომ არ გახსოვს მახარაშვილი იქ აი საბუთებში როდესაც პროკურორი ლაპარაკობს მახარაშვილი როგორც ციური ბერიძე არ იყო ესე იქ ბატონო არაფერი შემდეგ ხო აი ეს ყველაფერს წაგანაც ვახსენე სულ ყველაფერი ვიდეოთია გადაღებული და ნაჩვენებია ყველა დაკითხულია ყველა პასუხობს ამას და მოკლედ მე არ მოუწერე ხელი და ამ დროს აი ძალიან ვთქვით ხალბატონო თექრო თქვენ წაიკითხოთ ეს აუცილებლად მინდა რომ ეს გაჩვენოთ რა შეიძლება აი შავი იმით რაც არის თქვენ წაიკითხეთ მე ეს პროკურორი რასაც ჩვენი საქმისა და პატარა მონაკვეთია თქვენ წაიკითხეთ უშენ აი შავად რო არის ერთი თვე მოსამართლე ვიყავი ამაზე ეს პროკურორი წერს კიდე ერთი თვე მოსამართლე ვიყავი და პროკურორიც გადმოსვლისთანავე დაკვეთები წამოვიდა ერთ დღეს ოქროაშვილმა მითხრა ჩახვალ ახლა ციკლაურთან თქვენზეა საუბარი ხელს მოაწერს და ექსაბუთი წამომიღეო თუ მოაწერა ხელი გამოუშვიო ჩავედი თბილისში და არ მოაწერა ხელი ანუ თქვენ ხელი არ მოაწერეთ მე არ მეუბნებოდნენ რომ მე მუშავა ციკლაურზე ქარელი იყო ამაზე მიმაგრებული მაგრამ მისი ცოლის დაჭერა დამავალეს ანუ პროკურორს დაავალეს რა კითხვა ხელს არ ეწერით თქვენი მეუღლის დაჭერა ვუთხარი ოქროაშვილს ალბათ ირაკლი მე ქალს ვერ დავიჭერ მეთქი ხო და ბოლოს მოაწერა ხელი თქვენზეა საუბარი და ღამევე გავათავისუფლე დილით უკვე სახლში იყო რომ გამოვუშვი ოქროაშვილს ეწყინა მაგას გადაგდება უნდოდა ჩემიც და ციკლაურისაცო ამის შემდეგ უკვე დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა სულ 4 თვე ვიყავი პროკურორი ეხლა რატომ წაკითხეთ ბატონო მაშინ ქრონიკა იყო გაზეთი ქრონიკა იქ მისაკი ჩვენება და როცა ამ ხელის მოწერას თხოვდნენ მე დარწმუნებული არ ვიყავი რომ ხელს მოუწერი და მაინც გამომიშვებდა რა მაგრამ საბოლოო პიკი გახდა ის რომ უკვე ჩემს მეუღლეს ახან უკვე დაემუქრდნენ უკვე ყავდა ნაცნობობა და მომწერეს რომ ჯემალ იქნებ გადამალო შენი მეუღლე თორე წამალ შეუდებენ დაიჭერენ იქ სიძეებს და უწყესდევნა შვილებს და მე მოვაწერა ხელი კი ბატონო ეს ხელმოწერა რომელ წელს ხდება ისე 2004 იგივე წელია 2004 4 თვე და 3 დღე მომიწია ჯუდომასი თებერვალში ხო დამიჭირეს და ივნისში 26 ივნის გამომიშვეს ხინა ღამის 3 საათზე გამომიშვეს სხვადასხვა
ეგეც დახოვა. ამ დროს ციხეები ეკუთვნის იუსტიციის სამინისტროს, ხომ ბატონო სოზარ და მინისტრია ბატონი გიორგი პაპუაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარე. რომელსაც ბინა აჩუქეს, რა შეაჩუქეს, არ ვიცით. დღეს პროფესორი ახალგაზრდებს დღეს პროფესორია ახალგაზრდებს ასწავლის. ნეტავ თქვენი სისხლის სამართლის кейსი თუ აქვს ერთ-ერთ кейს თადით, როგორც თვითონ ეძახიან. შემდეგ ბატონო ჯემალ ციხიდან რომ გამოვიდი ქალბატონოთია, რატომაც ვიღაცა მომაწოდა აზრი რომ ერთი მაშინდელი კანონმდებლობით ეხლა არ ვიცი როგორ არის რომ გაჩუქებული ერთ წლის განმავლობაში თუ მოითხოვდი უკან დაბრუნებას, უნდა დაგებრუნებინათ, მაგრამ მოგეხსენებათ ის 2000 წლები მაგათი ბატონობა ხან ხარვეზი დაადეს იმას ხანებას და დაიწყეს აგივე თავიდან მუქარები ისევ დევნა დააყადაღეს შემიქონება და ყველაზე მთავარი კიდე არის ის რომ ეს ხო ვაჩუქე უკვე და სახელმწიფოს ერთი წლის მერე შედის აი იმ პერიოდში როცა უკვე მე დავიწყე უკან დაბრუნებაზე შედის საგადასახადო ინსპექცია და აჯარიმებს ამ ორგანიზაციას სავაჭრო ცენტრი ერქვა და ეს 300,000 ლარი ისევ მე დამაწერეს. მე აბსოლუტ აღარა ვარ იქ ერთი წლის მერე, ესეც დოკუმენტებში ჩანს ყველაფერი. და ამ 300,000 ლარის დაბრუნებას მოვუნდი როგორც 3 წელი დავდივდი სასამართლოში როგორ ჩამომეწერა ვეუბნები მაშინაც განხილვაში რომ გასულ რა დავაშავე მე დაჩუქები მაქვს უკვე შენ ბუღალტერს აქ ხელი მოწერილი ვეუბნები შენ როგორ შენ მე და შუაში ვარ ვეუბნები ხო ვაჩუქე ხო აღარ ვარსებო მოკლედ 3 წელიწადი ვდი ამ საქმეს და მე შემეხო ქონების სამინისტრები იყო რაღაც ჩამოვაწერეს მეწარმეებს თანხები და ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ახლობელმა ქალაქის მერი იყო სამხატვროში დამაწყებინა მუშაობა არავინ არ მიიღებდა სამუშაოზე რაღაც არ მისულიყავი სპეციალისტად დავიწყე მუშაობა და ხელფასს რო ვიღებდი ყველა დაყადაღებული ერთერთი კაპიკი ვერ ავიღე ხელფასს 3 წელი ისევ მუშაობ სამხატვროში მე სახლის დაყადაღება მოიდომის შემ მაგრამ ერთი რაღაც მაპატიეთ შეიძლება ამდენად მართ სწორი რო თქვი ახლა მაგრამ ციხიდან რო გამოვიდი სხვაზე გადავაფორმებინა თუ ბინასაც მართმევდა ეს უსახკაროდ რჩებოდი ხო მე ცოტა ხანში გამოაცხადა ეკონომიკის სამინისტრო რომ იყიდება ეს გორის ცენტრალური ბაზარი მე ვითხოვდი რომ იქნება არ გაიყიდათ ბატონ სუზართან კიდე ბრიფინგი მქონდა სხვათა შორის ამ თემაზე ბატონმა სუზარმაც მიმართა ეკონომიკის სამინისტროს რომ არ გაიყიდათ მაგრამ მინგიდოყური გაიყიდა და მიყიდეს ვიღაც ისრაელის პროექტის მენეჯმენტი იყო რეგისტრირებული თესეუს შენობაში იყო ხომ ეს ჩიკობავას მეცნიერების ინსტიტუტის შენობაში მაგრამ როცა ჩემი ადვოკატი მივიდა მოძებნა იქ კაცშვილი არ მისულა არასდროს და ფიქტიურად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია იყო რა და ესე მოხდა რა მე ვეღარაფერს სამართალს არ მივიღე ერთი რომ 2012-ში რომ დაიწყო გამოძიებას შევიტანე განცხადება და იქ ყველა აბსოლუტურად ყველა საბუთი რაც მე ხლა ვლაპარაკობ დოკუმენტალურად ვიდეო მასალით არის დამოწმებული გასაგებია მადლობა ბატონო ჯემალ კითხვები ბატონი სოზარი ბატონი ჯემალ სასამართლო პირველი სასამართლო როცა მე რამდენადაც მახსოვს მოსამართლე აპირებდა თქვენს გათავისუფლებას აი რა მოხდა დამავიწყდა ყველაზე მთავარი ქალბატონოთია აი ყველაზე მთავარი რომ ნერვიულობ და გამომიჩა მოსამართლემ ერთხელ მითხრა რომ ხო როცა ციხეში მოვხდი მე კერძო ექსპერტი დავიქირავე რომელმაც დაადგინა რომ 300,000 კი არ იყო 37,000 იყო ამ 4 წელიწადში დავრღვევოდა ეს 37,000 მაშინ ახლა კარგად გამიგეთ შემოსავლის ბიზნესი იყო ჩემი და თვეში გამოდიდა 800 ლარი რო გადამეხდა ახლა პრობლემა იყო როცა 15-20,000 მიჯდებოდა გუბერნატორებზე მიშენ კარგად გამიგეთ ახლა მისმა არაფერი არ იყო ხოლმე მაშინ ჩემთვის მაგრამ უბრალოდ ეგ აქტები იყო დაწერილი რომელშიც არ ჩანდა რომ ეკნება ესეც არ გამოგჩეთ როგორ გიჯდებოდათ და რატო გიჯდებოდათ ესეც რო გითხრათ საზოგადოებას ას გუბერნატორების შენახვა მიჯდებოდაო არა ნუ აი ხო პოლიციას დახმარება ჭირდებოდა იმას დახმარება ჭირდებოდა არა დავკონკრეტეთ ეს როგორ არის დახმარება რას ნიშნავს? ყველაფერს თავის სახელი აქვს, ხო? არა, მაგალითად გამოგზავნე ვიღაცას სიხლის გადასმა ჭირდება ფერიდან, ვიღაც აღოთხოვს მე უნდა დამეფინანსები და იმას ჭირდება და ეს ხარჯები გროვდებოდა და აი მას ვიზახი რომ მაშინ პრობლემა არ იყო ჩემთვის ეს გადახდა რომ ყოფილიყო დაუშვათ 37,000 ჩემთვის სერიოზული თანხა გადასახდელი ამ 20 წლის განმავლობაში. ბატონჯობა, ვინ გიკავშირდებოდათ რომ დახმარება ჭირდება თუ იმ
მიმართულებით. ბადა მაშინ მერია არ მახსოვს ვინ იყო. სანამ სააკაშვილი მოვიდა და მას ვლაპარაკობ. ერთი ადამიანი იყო, ვინც ამ ინფორმაციას გაწვდიდა და ამ დახმარებას გთხოვდათ თუ სხვადასხვა ადამიანები? მოსახლეობაც მოდიოდა თვითონ, იქ ბატონო ჯემალი იყო, მაშინ მარტო ჩემი სამსახური მუშაობდა ძირითადად შეუაყინული იყო ყველაფერი. მოსახლეობა მოდიოდა თვითონ დახმარებას ითხოვდათ, ასე კი. ხო და მოსამართლე მითხრა რომ თუ წარმოადგენ საიმპერატორული კანონი იყო, რომ ასე დამაწერეს თანხა გადახდა. გადახდა რომ დავიწყე მომცე 10 დღის ვადა. ამათ დღეში მე დავიწყე, გადახდა და მესამე დღეს დამიბარეს და დამიჭირეს. დამაკავეს პროფესორად. ხო და ამის მერე კომისია რა ქვია იმას კერძო ვინც ამოწმებს რა ქვია აუდიტი ხო აუდიტი მოვიდა მაგრამ დაადგინა რომ 37000-ია სულ ვერ დაწერდა უარსო დარღვევა არაფერი ყოფილიყო მოსამართლემ მითხრა ამას გადახდა წარმომიდგინე და დარბაზიდან გათავისუფლებ ველოდებით ჩანიშნულია სასამართლო ადვოკატი მოდის ჩემთან ველოდებით სასამართლოში ვზივარ ადვოკატი აგვიანებს და ბოლო-ბოლო არ ჩამოვიდა ადვოკატი როგორც გავიგე მე ეს ადვოკატი დააშინეს და არ გამოუშვეს იქიდან რომ სასამართლოზე არ ჩამოსულიყო და ყველაზე მთავარი კიდევ მე შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე ჩემ ოჯახის წევრებმა წამოიღეს ეს გადახდის ხვითე რომ გადახდილი მქონდა 37000 და მოსამართლე დგას აი ეს ზუსტად და კითხულობს განაჩენს გამოკითხები ამ დროს პროკურორი ზის და არ უსმენს სასამართლო პროცესს ვიღაცას ლაპარაკობს ტელეფონით ხო და მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება და ერთი აბზაცი ხოდა დარჩენილი შემოწვევდა სპეცნაზი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით მოსამართლე ხოცებოდა რომ იქნებ დამაცებოთ ერთი აბზაცი გადამჭი არა ბომბია მაშინ რა ქვია სასამართლოში და უნდა დატოვა დარბაზი. კი მოსამართლე აპირებდა გადაწყვეტილების მიღებას, რომ რა კი თქვენ გადაიხადეთ ის თანხა, რომელიც კი, წარმოგიდგენთ. 300.000 კი არ აღმოჩნდა დარღვევა, არამედ 37000 თქვენ ეს ჩარიცხეთ და მოსამართლე გათავისუფლებდათ და სანამ წარმოთქვა მანამდე ვითომ ბომბი იყო და ცრაზმი შემოვიდა და გაიყვანეს ხელის კვრით. ჩაიშალა სხდომა. კი, ბომბიო მაშინ და სასამართლოში. მეორე დღეს ისევ წამომიყვანეს სასამართლოზე და მოსამართლე ესე გამიგრძელა ისევ სამთვიანი პატიმრობა. ისე მეცე ხრები. ხრები აიჩიჩ. რა ვქნა, აი მაჩვენა. ბატონი ილია. რამდენიმე კითხვა მაქვს. ამ ქონების გარდა სხვა ქონება ქონდათ? ხო, აი ეს კაი კითხვა არის. სხვათა შორის გორის დილა არის ეგეთი ჩვენი ფეხბურთის სტადიონი, რომელშიც 11 კაცი ვიყავით ხოლმე მოწილე, მაგრამ ფაქტიურად შემოსავალი კი არ ქონდა. ფეხბურთელებს უფლით ხოლმე თანხას, ხელფასებს რა მაშინ ჭირდა ხოლმე და რო გაიგეს რომ ეგეც მქონდა, ეგეზეც მომაწერიდეს ჩამოყალიბდეს. ფაქტიურად ხარჯის მეტი არაფერი იყო ის, მაგრამ ეგეც მომაწერიდეს ხელ. და იყო კიდე მეორე ობიექტი საქონლის ბაზარში ძახდნენ, რომელიც ეხლაც მიგდებულია და ძალიან შორს არის და არავის არ ჭირდება. მაგაზეც ხელი მომაწერიდეს, რომ ერთ სიხისმე რო გამოვიდი და მომიტანეს და მომაწერიახა. ამ პერიოდში ეს თქვენი ისტორია რაც მოყევით, შეხება გქონდათ თუ არა საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკთან, ან ხوار დატვირთეთ რამე ქონება არა არაფერი მქონდა აბსოლუტურად და აი რომ მოვიდნენ დასაყადებლად რომ მოვიდნენ აღარ დაგჭათ არაფერი დასაყადებლად ბინაც ხო გითხრა აღარ ჩემზე აღარ თუ ბინაცაც ემართებოდნენ რა უბრალოდ ერთი იყო რომ იმაზე შეხება მქონდა მაშინ როცა ეს ყველა დამაწერეს კიდე 300.000 მეორედ რომ მე აღარ ვიყავი მაგაზე მივდიოდი და ვაწუხებდი მაგრამ აზრი აღარ მქონდა არაფერი ვის ფლობელობაში გადავიდა მაშინ ხელი რომ მოგახსენებთ მე მაშინ მე სახელმწიფოს მაჩუქებინეს ნოტარიული აქტით და მე გაიყიდა და არის ერთი ოფშორში დარეგისტრირებული ისრაელის კი სახელმწიფომ გაყიდა დიახ სხვათა შორის ბატონმა ჯემალ მარას ბრძანა ბრიფინგის ჩატარება რომ არ უნდა გაყიდულიყო ეს შენობა ამას ჩვენ ხშირად მიმართავდით სახალხო დამცველი მესაკუთრეებთან ერთად ვისაც ართმევდნენ ქონებას ვატარებდით ასეთ ბრიფინგს ასეთი იყო მაგალითად თბილისში ამ გოგირდის აბანოები როცა ჩამოვართვეს თავის ფლობელებს და ამას ჰქონდა ერთ-ერთი მიზანი მათ შორის ისიც იყო რომ თუ
კლასიკა გქონდათ რა აჩუქებინებდნენ სახელმწიფოზე, მერე ვითომ გადაყიდეს და კეთილსინდისიერი მყიდველი და კეთილსინდის მყიდველს რო სცოდნოდა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ის ვერ იქნებოდა კეთილსინდისიერი მყიდველი, იმიტომ რომ ეს იყო წართმეული ქონება და რამდენადაც ვიცი თქვენგან ვიცი ეს უკვე, დღეს ეს ქონება რაღაცნაირად ისე მერიის ბალანსზე თუ ცდები. ბოლო შეკითხვა ვერ გავიგე ბატონო ზუზან. ეს ქონება ვის ფლობელობაშია დღეს, ვის ბალანსზეა? ეხლა? დიახ. საკუთრებაში. ეხლა საკუთრებაში მოგითხარით ეს ისრაელი ოფშორ შეხვედრა. დღეს. დღეს არის გაპარტახებული, დანგრეული, სხვათა შორის ეხლა არის იმისი, რა ქვია, მერის საკუთრებაში. ის დანგრეულია რა მოხდა იცით, თუნდაც საინტერესო იქნება. როცა სააკაშვილი იყო, მაშინ ეს ადგილი უნდათ რაღაც ისტორიულ ძეგლად გამოყენება იქ რაღაც ცხეთაში როა დაუშვათ იქ ტურისტებისთვის. ხო და ამ დროს ისინი გადაიყვანეს ქალაქის იმაში, რა ქვია, გარეუბანში. მოსახლეობა არ გადიოდა, იმიტომ რომ ძალიან შორს იყო იქ, არავინ არ წავიდოდა და მოხდა ესეთი ფაქტი, რა ესა ჭორის დონეზე ვიცით, ფაქტებით არა, მაგრამ რომ დაანგრიეს, ჩამოანგრიეს პენკელები, გრძელი სიმყარებზე დიდი კონსტრუქცია და ახლა დაინგრა ბოლო-ბოლო გამოვიდნენ იქიდან და გადავიდნენ იმ მხარეს. იმის მერე დგას ეს ობიექტი და როგორ ეცე ნაგვის ბუდე, დანგრეული, მიგრეული საშინელ მდგომარეობაში. ისე რომ ეს ფაქტიურად მე როგორღაც რა მოხდა, არ ვიცი, რანაირად მოხდა, დღეს ებრუჩი შეიძლება შეხვიდეთ ნახოთ, მერის ბალანსზე არის ებრუჩის. ერთს დავაზუსტებ, კიდევ თქვენ ახსენეთ გორის სტილის სტადიონი, იყავით რამდენიმე პარტნიორი. აი დანარჩენი პარტნიორები, აი მე აღარ მახსოვს შეხება. აი კიდე როგორ იყო კარგად, მაშინ ისე დრო იყო ბატონო, რომ ფეხბურთელს ხებას გადახდა უნდა და თქვენია რამდენიმე კაცი ვიყავი და ხელფას უხდით, მეტი არაფერი ინტერესი არ იყო და ხა არც კი მჭირდებოდა მე. ხო, მაგრამ ეს ხო გაფორმებული იყო ეს მათი პარტნიორი. ახლა გამახსენეთ ხო შეიძლება არც კი მახსოვდა. და იმ დანარჩენი პარტნიორები დარჩნენ იქ. არა, სულ ყველას იმას ახეთ, სულ ყველას. სულ ყველა მე ვიღაც ერთ პიროვნებამ შეიძინა, არ ვიცი ეგ. ესეც სახელმწიფოზე გადავიდა თუ კერძო? არა, კერძო არ ვიცი ზუსტად ვერ მოგახსენებთ, კერძო მგონი. თქვენ ბრძანეთ რომ აი ძველი ორთაჭალისციხე მეხუთე საჟილახსოვრლების დაწესებულება. როცა იქ იყავით, ახსენეთ პირები, თანამდებობის პირები, ვინც თქვენი თქმით იქ შემოდიოდნენ. თქვენ ალბათ იცით, დარწმუნებული ვარ, რომ საჟილახსოვრლების დაწესებულებაში შესვლა არის კანონით გათვალისწინებული და გათვალისწინებული პირებს შეუძლიათ იქ შესვლა და გათვალისწინებული წესით ასევე. თქვენ ახსენეთ კონკრეტული პირები, თანამდებობის პირები, რომ იქ შემოდიოდნენ და მე მგონი რომ ხელი მომეწერავ დოკუმენტების შემოქმედებით. ეკნებ თქვათ ვინ იყვნენ ეს კონკრეტული პირები, სახელმწიფოები, თანამდებობებით, მაგრამ კი ბატონო. პირველ რიგში მიხეილ ხარელი არ მასვენებდა, თითქმის კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა და მეორე მოვაწერე, მაგრამ ამას ხვდებოდით. კი, გუბერნატორი იყო შიდა ქართლის. და ამას ხვდებოდით ხოლმე დირექტორის კაბინეტში და იქ მესაუბრებოდა, ბიჭო, მოვაწერე ხელი რა მოგივიდე რა თავს იკლავ. მოკლედ, მოდიოდა, შემოვიდა გენპროკურორის მოადგილე, გვარი აღარ მახსოვს, როცა პროკურორი ოქროვაშვილი იყო პროკურორი, მაგის მოადგილე. რაღაცა ეგრე მახსოვს, ისიც საყვარელიძე იყო, ის საყვარელიძე მაშინ რომელიც ახლა უკრაინაში, სხვა საყვარელიძე ლაპარაკი. მგონი ეგრე მახსოვს, თუ არ ვცდები. ისიც კაბინეტში დირექტორთან ეს პროკურორი შემოდიოდა ხოლმე და ეს მისი მოადგილე და ნოტარიუსი ის უკვე ცალკე ოთახს გამოგვიყოფდნენ ხოლმე იქ მესაუბრებულნი და მარიგებდნენ რომ ჩააბარე. ისე რომ ალბათ შემოსვლის თარიღები და იქ რაღაცებიც იქნება ხო რომ ისე ხوار შემოვიდოდნენ რა ვიცი უფლებას არ ვიცი. ბოლოს რამ გაიზოლათ, რამ გადაგაწყვეტინათ რომ შანსი არ გქონდათ რომ არ ჩაგებარებინათ. კი არა, იმიტომ რომ უკვე ოჯახში შეეხნენ უკვე და დავინახე რომ თანაც ეს რა თქვენ წაგაკითხეთ ხალბატონოთია. რაც ვეწაი ეგ რომ მოვისმინე უკვე მეთქი აქ უკვე სერიოზულად რომ მეუღლის დაპატიმრებით დაგემუქრნენ. კი და აი მერეც რომ უკან დაბრუნებული პროკურორს დაავალეს რომ დააკავე მისი დაიჭირე როგორც წამალი ეპიდემიურ დღეს წამალი და ჩაუდოთ და მისი მეუღლე დაიჭიროთ. აი ესე იყო კი ბატონო. კარგი, ბატონო ჯემალო, თქვენ ხო არ გნებავთ რაიმეს თქმა, ან კითხვა ხომ არ არის წევრების მხრიდან.
თქვენ რამდენი წლის იყავით იმ დროს თუ საიდან? მაშინ ვიყავი 52 წლის. არა 50-ის და კი 50-ის. და ჯანმრთელობის მხრივ ციხეში ყოფნამ ხომ არ შეგილახათ ჯანმრთელობის თქვენ? ხო, რა თქმა უნდა, ბალოდონთია. ერთუჩი მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ. დაბრმავდი საერთოდ. ძალიან მოკლედ, ძალიან ფსიქოლოგიაში ვიყავი ხოლმე დატვირთვაზე და საერთოდ მე ინსულტმაც იმას ახლა და ცოტა აივედ ლაპარაკი მიჩის თუ აგვირდებით. მე იქ რაღაცები იმას მოყვა ისოს რაღაცა სხვა მოყვა და ჯანმრთელობა ძალიან შემერყარა ნამდვილად ძალიან შეიძლება. თქვენ თუ ყოფილხართ მოწმე ვინმეს თქვენი თანამოსაკნის ან სხვა პატიმრის ცემის წამების? სხვადასხვის რო ვადარებ ეხლა ახალების შემდეგ რაც ხდებოდა ციხეში და იმაში შედარება არ არის, მაგრამ აი ხათ შემთვალწინ მეორე კოიკაზე ვიცექი მე და პირველ კოიკაზე ღამე შემოიყონეს ვიღაც კაცი, რომელსაც ჩვენ თვალწინ ხედავ როგორც გასაბირი ბურთი რო გაბეროთ, იბერება და მულცელი. ურტყავს ხელებს იმაში რა ქვია კარებზე რო მოეხედათ იმაზე, კაცშვილი არ შემოვიდა სანამ არ გათენ და არ ყურადღება არ მიეცა, რაც მე ჩემი თვალი დავინახე. ისე საკანში 12 კაციანში 52 კაცი ვიყავით. 15 კაციანში რამდენი იყავით? 12 კაციან საკანში ვიყავით 52. 12 კაციანში 52 და როგორ გეძინათ? გეძინა იმით მორიგეობით. აი ჩემი ჯერია გააუზა. თქვენ რამდენი საათი გქონდათ კვოტა ასე? მე საერთოდ არ მეძინა თუ დამიჯერებთ რა. მე წამალი შემოვატანე ჩემი მეუღლის, რომელიც ნარკოტიკი არ გქონდათ, უბრალოდ თიშავდა და ერთ საათზე გავთიშავდა ხოლმე და იბაში თუ მივწვებოდი ეგრე და დაანჩეს ვერ ვიძინებდი, აი რანაირად დამეძინა, საჭმელს ვერ ვჭამდი. მთელი ამ 4 დღის განმავლობაში ალბათ შეიძლება მქონდეს 1-3 სველი წერტილი გქონდათ საკანში? სველი წერტილი სწორედ ეგ დამასწრეთ. სხვადასხვა სადაც მე ვიყავი, რომელ საკანში მე ვიჯექი, ეს ისე ჩვენი ციხის უფროს დამსახურება ყველაზე უკეთესი საკანი იყო. ამ 52 კაცი რო ვიყავით, რომელშიც სველი წერტილი იყო და მაღლა ამ ტუალეტის მაღლა იყო ხოლმე კასრი პლასმასაც იდებოდა ხოლმე ის რა ქვია კეპიცელის რო ეძახი და თუ სხვაგან მე ხლა შესული ვარ იქადვე და დამიძახებდნენ ხოლმე იქ ვიღაც შავი სამყარო გაბიყვანა ეგრეზე იქ იყო საშინელება რა ვიცი ეყარა ყველაფერი სუჩან და ვიმე საშინელება რა ეს სველი წერტილი რით ფარდით იყო გამოყოფილი კედლით? არა ეს იყო აი სასა მე ვიყავი რომელი კამერაც იყო ის იყო ნორმალური შედარებით რა იმიტომ რომ შავი სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ აბა რატო? არა მე სადაც გადამიყვანეს მე ვიცი რომ არავის უთქვია მაგრამ ისე დირექციის დამსახურება იყო რომ ნორმალურ პერიოდებში მეცხოვრე შედარებით თორე ის სხვაგან ხო გამიგია ვიღაცას გაუყვანება იქ საქმების გარჩევა და უწყიათ ციხეში აი შერატო ესე შვები რატო არა ბარებ და როგორ იმაში იქ დამინეხია უკვე რომ იმ კამერაში უარესი პირობები იყო თქვენ ნორმალურ პირობებს ეძახით რომ არ გცემდნენ რიგრიგობით გეძინათ 12 კაციან საკანში 52 კაცს და წყლის გადავლების საშუალება იყო დიახ და სხვათა შორის ერთხელ მოგვიწია გასეირნებაზე გაყვანა ერთხელ რამდენ ხანში ერთხელ ამ 4 თვეში ერთხელ რაც ვიყავი ერთხელ მოგვიწია გასეირნება და ცუდად გავხდით პატიმრები იმიტომ რომ ისე ვიყავი შეეულები იმას უჰაერობას აი ხო ხვდები და ჰაერზე რო გამოვიდით ვეხოცებოდი დაგობრუნოთ უგანო რა კი ბატონო ხო სხვათა შორის მე იმ ბიჭებს შევხვდით რა რო ეძახით იმ მაგარ ბიჭებს გარე და უთხრა რას მერჩოდით მეთქი მე უთხრა ვინ ბიჭებს გულისხმობთ? აი შავი სამყაროდან იმის სახელი გვარები რა ზოგი კამერის მაყურებელი იყო ზოგი ვითო რა იყო მე ხო არ ვიცოდი ხო და რას მერჩოდით ხო და ჩემალი რა უყო ჩვენ არაფერში არა ვართ კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენ როგორ არ მოქცეულიყავით შენ ის შესაძლოა ვიკეთებდნენ როგორ მე იქნება მეწერა ხელი რა აღარ მე დავწრული მანდე ამ რაღაცებზე ხო რო გეკითხა შავი სამყარო ჩვენო გავანადგურეთო და მე ბატონ ჯემალკлауს ჩაგრავდნენ საკანში ეს ჯერ 2004 წელია თუმცა შემდეგ წლებშიც აი თითქოს ძალიან რო ებრძოდნენ შავ სამყაროს მაშინაც ზუსტად იგივე იყო მათი ხელმძღვანელობით მათი ხელით ძალიან ხშირ შემთხვევაში ატა ტერორი ჰქონდათ სხვა პატიმრებზე გამოცხადებული. და ბარემ ერთსაც ვიტყვი მეხუთე საპრობილეზე ეს ჯერ კიდევ 2004 წელია, როცა იმდენი პატიმარი არ არის, ანუ 2004 წლის დასაწყისში იყო 6000 პატიმარი, რამდენიმე წელიწადში ამან გადააჭარბა 24000 პატიმარს. 6 ჯერ გაიზარდა რამდენიმე წელიწადში და მე
ამ სწორედ ამ მეხუთე საპრობილეში მე ვარ ნამყოფი საკნებში, სადაც იყო 18 საწოლი, ზოგან 20 საწოლი, 2-3 სართულიანი წარმოვიდგინეთ რამ ხელა ოთახი იქნებოდა და სადაც იყო 125 პატიმარი და ერთ გამოთქმაზე ღია ტუალეტი, აი მეტი არაფერი, არანაირი განიავების საშუალება და არანაირი დაბანის საშუალება. კი ბატონო, თუ აღარ არის შეკითხვები, ჩვენ გვინდა ბატონ ჯემალს მადლობა გადაუხადოთ პირველ რიგში მობრძანებისთვის, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და ვიქონიოთ უფლება რომ და იმედი რომ დასკვნის შედგენის დროს ან მანამდეც თუ თქვენგან დაგვჭირდება დამატებითი ინფორმაციები, თქვენ იქნებით კვლავ მზად ჩვენთან თანამშრომლობისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე მოგახსენებთ რომ ამ დროს მოვესწარი რომ შეიძლება ამაზე გველაპარაკეს ღიად რა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. სამდივნოს ვთხოვ რომ ბატონი ჯემალი მიაცილოს გასასვლელამდე. კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადო და ჩვენ ხვალ ხუთშაბათ 3 აპრილს გვექნება სხდომა, რომელიც გაიხსნება 10 საათზე. დღის წესრიგი გამოქვეყნდება დღის ბოლოს, ვინაიდან საბოლოო ფორმის მიცემა მას ჯერ კიდევ სჭირდება, მაგრამ ხვალ 10 საათზე ნამდვილად გვექნება სხდომა ამავე დარბაზში. დიდი მადლობა.